გამარჯობა! როგორ ხარ დღეს? მეგობრებო, როგორც თქვენ მოითხოვეთ, ძველ სტილში გამას კონფერენცია თქვენს წინაშეა და გამა თეილს დღეს ჩვენ შევახურებთ და მთავარი ბრძოლა შეგახსენებთ. პიტბული ციკლაურის წინააღმდეგ შედგება უკვე 28 თებერვალს. აპლოდისმენტები მეგობრებო! მაშასე დავიწყოთ, დიდად არ გავწელავ, უბრალოდ დიდ მადლობას მოუხდი აქ მობრძანებულ პუბლიკას, ასევე დიდი მადლობა ყველას, ვინც გამა ტივიზე ლაივში გვადევნებთ თვალს და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა ჩვენს გამომწერებს, არა მარტო YouTube-ზე, ჩვენს ყველა პლატფორმაზე. მადლობა რომ გვაძლიერებთ. აპლოდისმენტები გამას გულშემატკივარს. ოკეი. ჩვენ გეგმით 10 წყვილი გქონდა, თუმცა სამწუხაროდ 1 წყვილი ჩაეხსნა. გიორგი ბიბილური და ელგუჯა ბიძიგოგია სამწუხაროდ არ იჩხუბებენ 28-ში, თუმცა 9 სხვა მაგარი ბრძოლა გველის წინ და მე დავიწყებ პირველი წყვილის წარდგენით. მაშასე მეგობრებო, რომა ბახადუმბაძე და ვაჩე სახვაძე შეხვდებიან ჩვენს რინგზე ერთმანეთს. ბიჭებო, რო წარადგინოთ თავი და გაეცნოთ ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით ბიჭებო, მე ვარ ვაჩე სახვაძე. მე ჩავატარე უკვე სადებიუტო ბრძოლა პროექტ გამაში. მე შემოგთავაზებ ჩემს მეორე ბრძოლას. მე გავაკეთე ონლაინ სივრცეში განაცხადი, რომ მე რომან დუმბაძეს 120 წამში დავაწინებ. გამარჯობა, მე რომა ვარ დუმბაძე. წესით ჩემი მესამე ბრძოლა იქნება გამაში და რავი ახლა დიდი პატივისცემა ამბის 120 წამში თუ გამთიშავ, რავი ძმაო შენ შემოგევლე გულში. 120 წამში, არა, მაგრამ რავი მგონია 3 რაუნდი მაგარს ვეჩხუბები და რავი რა გამარჯვებული მე ვიქნები, ამაში დარწმუნებული ვარ. 100-დან 100-ში. მე შენ შეგვირდი რომ ჯოჯოხეთს დაგინთევდი რიგზე და ამას კიდევ შეგისრულებ 28 თებერვალს. მაგის მისამართს მე მოგცემ ძმა 28-ში. შესაძლებელია 120 წამით არ დაგჭირდეს, რადგან ნამდვილი ჯოჯოხეთი გელის 28-ში. ფრიად დარწმუნებული საუბარია, ჯოჯოხეთს პირდება ეს ორივე მებრძოლი ერთმანეთს. უბრალოდ ორიოდე სიტყვა რო გითხრათ თქვენს მომზადების შესახებ, რომა შენით დავიწყებ. მე აქამდე დიდად როგითხრა, აქამდე არ ვემზადებოდი, მაგრამ ყველა მიცის ძალიან კარგად სად ვემზადები Fight Club მემიშიშის გუნდში და მე აქ განახებთ აი იმ კლასიკას, რაც უნდა გაჩვენოთ რა და შენ გეუბნები წინ არის 7 დღე თუ 6 დღე დარჩენილი და მაგრად მოემზადე რომ მაგარი უნდა გაგლახო ძმა შენ მაგასაც დავინახავთ 28-ში ვინვის გალახავს. შენთვის 120 წამით შეიძლება ბევრია, რადგან 60 წამი უფრო კარგი იქნება რომ დაგაცინო. ვაჩე, შენც რო გითხრა სად ემზადებოდი და რა გიქმნის ამ საბაბს რომ ასეთი დარწმუნებული ხარ თავში, მით უმეტეს ნოკაუტის ბონუსზე აშკარა პრეტენზია გავიგე. მე ვემზადებოდი ქალაქ ფოთში, კრივში სურავს არსანია სახელობის დარბაზში. მე გავიარე კარგი მზადება. მე შენთვის მოვემზადე როგორც მარცხენა ისევე მარჯვენა, რომ მთელი 120 წამი არ მოგასუნთქო რინგზე. ვახ, ჩემი, ყველა ხო აფიქსირებთ ბიჭო ამ სიტყვებს. მოდი ვნახოთ 28-ში რა მოხდება რა. პირველ რაუნდს თუ გაგწდი, შენ როგორც იძახი, პირველ რაუნდში გაგთიშო და გაძინებ, ჯოჯოხეთში გაგიშვებ. ჩათვალე რომ მეორე მესამე რაუნდი ჯოჯოხეთი კი არა, თაობებს გაწყევლინებ ძმა. 28-ში დაინახავს ამას ხალხი და მე შენგან ისიც მახსოვს რომ
შენ ახსენე ხომ ყველამ კარგად დაიმახ სწორედ ეს სიტყვები და ზუსტად იმ სიტყვებს გავიმეორებ, როდესაც შენ დაბლა იქნები. ხო, ყველამ იცის ეგ სიტყვები და მოდი, აბა, ვინ რას გააკეთებს ოზდროში ვნახოთ რა. კი ბატონო, მე მგონი მეც ვერაფერს დავამატებთ ამას და მოდი ამ შესანიშნავ დაპირებებზე ჩვენთვის შესანიშნავ ბრძოლა ვისაც უყვარს. გთხოვთ დააბრუნეთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. თუმცა ბოდიშით ბიჭებო, მე მინდა გითხრათ, რომ გამათვით ჯოჯოხეთია და ეგრეთ წოდებული დემონი მაესტრო აქ არის. კომპლიმენტად მივიღებ ამას. კეთილი. შეკითხვა ხო არ გვაქვს? კითხვა გვაქვს აქ, ანუ ნუ იშლებით ასეც ადრე, რა ფონტია. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. დუმბაძესთან მაქვს კითხვა. თუ ვთქვათ, გაიმარჯვე ამ ბრძოლაში. ვის გამოიწვევ მე რემაჩზე, მეგრელს თუ წიწილაშვილს? არა, მეგრელი, რავი, ლუკა მეგრელი, რა უნდა შემომთავაზოთ, რომ მაგ ვისვეჩხუბო, ის უკვე ჩემი ძმაა, ძალიან მაგარი ურთიერთობა მაქვს, იმენებ ძმაკაცով. რევანში რას ეხება? მინდა, რავი, პირველი ბრძოლა წიწილაშვილი, ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრამ რავი, ვიცი რომ ტრავმა აქვს და ამიტომ არ ვიცი ვის გამოვიწვევ, ამ გულსავარაუდოდ არ გამოვიწვევ არავის, გამას ორგანიზაცია ვისაც შემომთავაზებს, რავი, ნებისმიერ ის ბრძოლად ვიქნები რა. კი ბატონო. მოგესალმებით ყველას. გიორგი ვარვარდიაშვილი. რავი, რომასთანაც მქონდა მიმოწერები, რომ ამ ჩხუბის მერეო ვიჩხუბოთო შიშველი მუშტები. ვიჩხუბოთ, ვიჩხუბოთ. წამამთავრებინე ჩემი ძმა და ვიჩხუბოთ როცა გინდა. რავი, ვაჩესაცაც შევთავაზე რა რევანში, ოღონ შიშველი მუშტებით და უარი განაცხადა. რავი, თქვენგან მოგებული ორგანიზაცია თუ დაინტერესდება, როცა გინდათ შიშველი მუშტებით 65 კილოში მიგიღებთ ბრატ. შიშველი მუშტებით მხოლოდ ქუჩაში ვჩხუბობ, მაგრამ შენთან გამონაკლისს დაუშვებ ჩემი ძმა. კი, ზუსტად ეგ პასუხი გამეცი მესენჯერზეც ბრატ, ჩაჩი. ამ გამარჯვების შემდეგ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ წარმატებები ორივეს წარმატებები ბრატ. კაი. მადლობა. კეთილი. როგორც ხედავ, აღარაა კითხვები და გავაკეთოთ პირისპირ დგომი. რომა, ბახა, დუმბაძე, ვაჩე, სახვაძე მეგობრებო. კამერებისკენ აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები. თოთ მიკროფონი დაუთმეთ შემდეგ წყვილს. მაშასე ენრი ეგოიანი და რომელიც შეხვდება ჩვენს სტუმარს ამჯერად ფინეთიდან რასმუს ვალჰალა ტოლოდენ. რასმუსი ქართულად არ საუბრობს და მას ჩვენი თანამემამულე დაეხმარება. ვაკო, გვარი რო შემახსენო? ვაკო საჩეჩელაშვილი მეგობრებო. უპირველეს ყოვლისა რასმუსთან მაქვს შეკითხვა. რამ ჩამოგიყვანა ფინეთიდან ჩვენს საქართველოში? ასე ძალიან ხარ მოწყურებული ბრძოლას და იქ ასე დაკლებული გაქვთ ეს სიამოვნება? Mä tulin tänne ottelemaan vapaa-ottelussa ennen 2 ottelua junnuna. Nyt mä sain mahdollisuuden lähteä ottelemaan paljon nyrkeillä ulkomaille. Totta kai mä otan tämän. თითქოს და ეს ვიკინგებს უყურებ. ჩემი ბექგრაუნდი არის MMA, თუმცა ფინეთში არ ქონდა საშუალება რომ მეჩხუბა შიშველი მუშტებთან MMA-ის ხელთათმანით კრივი, რადგან იქ არ არის ესეთი ორგანიზაცია და მე ვარ ბედნიერი რომ მომეც საშუალება გამაში ვიბრძოლო. კეთილი იყო შენი მობრძანება რასმუს. ენრი, შენ რას გვეტყვი, რა გაქვს მომზადებული და როგორ დახვდები ჩვენ სტუმარს ორიოდე სიტყვით რომ გვითხრა?
გამარჯობა ბოდიში მე ქართული ცოდად ლაპარაკობ თუ შეიძლება რუსებს ვთხოვ რა კაი მე გადადგითარგმნი მაშინ Приветствую. Я базовый боксер. Что сказать? Один раз я здесь выступал на отборочных боях. Для меня это дебют 28 числа. Буду готов показать все, что могу. კეთილი. მეგობრებო, შეკითხვები თუ გაქვთ? შეკითხვები არ არის. ერთმანეთისთვის თუ გაქვთ რამე სათქმელი კიდევ? Ei ole. Kehässä nähdään. კეთილი. რინგზე ვნახავთ. შესანიშნავი რინგზე მუშტებით ვისაუბროთ საერთაშორისო ენაზე. დავაბრუნოთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. Rasmus, Valhalla, Tolonen, Henry, Egoyan, მეგობრებო. კამერებისკენ. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. შემდეგი ბრძოლა. ბევრი თქვენგანი ამ მებრძოლებს უკვე იცნობთ, ვინაიდან არაერთი დიდი სანახაობა დადეს ჩვენს რინგზე. მიუხედავად იმისა, რომ სულ 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძვიან და მე მინდა ვიხმო გიორგი ხაჩიძე და საბა კვიჟინაძე. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგვითხრით აბა როგორ მზად ხართ ორივესგან უკვე არაერთი მაგარი სანახაობა გვიხილავს გამას მაყურებელს და ახლა რა ხოძე ხართ როგორ ფორმაში ხართ ახლა უფრო კაი ხოძე ვარ აქამდე ისე გამოდიოდი ხოლმე რომ ვერ ვახერხედი ვარჯიშებს და რაღაცა და ეხლა დავიწყე ვარჯიში ეხლა უფრო მომზადებული ვარ იმიტომ რომ უკვე რა ვიცი ანუ არ მქონდა იმის საშუალება რომ მე ვარჯიშა ხოლმე და ისე გამოდიოდი ხოლმე რა მჭირს არ ვიცი მაგრამ ეხლა უკვე ვარჯიშობ და მე ვფიქრობ რომ უკეთეს ფორმაში ვარ და უკეთეს სანახაობას გვირდებით და მაგარ ჩხუბს გვირდებით ეს 100%-ით ვიცი ამაში დარწმუნებული ვარ სანამ საბას მივცემდი სიტყვას მე მინდა გითხრათ რომ შეშლილია ეს ბიჭი ანუ 23-ში მინდა მოაიტაეს ჩხუბიო სადაც ტიპები მუხლებს იდაყვებს ანუ 8 კიდურას ურტყავენ ერთმანეთს და უპრობლემოდ 28-ში გავაროთ მეთქი არა მე აუკრძალე ეს მომენტი რომ თუ გინდა მეთქი გამაში ჩხუბი რო ჩაატარო ბრძოლას ნუ დამიყენებ რისკის ქვეშ თან ვიცი რომ საბა თავს არიზოგავს და საბა რა ხოძე ხარ დაწყენი ხო არ ხარ ჩემზე და რა სანახაობა გველის 28-ში პირველ რიგში მოგესალმებით ყველას რა ხოძე ვარ და ასე რომ ვთქვათ ძალიან კარგად ვარ მომზადებული ამ შეჯიბრისთვის გიორგისთვის მით უმეტეს სპეციალურად ცალკე მომზადებას გავდივარ იმიტომ რომ ვიცი როგორი მებრძოლიც არის და როგორი ამტანი ბიჭიც არის მაქვს მისი ბრძოლები ნანახი მაღლაბერიძესთანაც ძალიან კარგად იჩხუბა თავუგაშვილთანაც მაქვს შიშველ მუშტებზე როგორი იჩხუბე მაგ ნანახი და მართლა ძალიან გამძლე ბიჭია და იმედი მაქვს რომ ჩემთანაც სამივე რაუნდი გაგრძელდება ძალიან სისხლიანი ბრძოლა იქნება და იმედი მაქვს ყველა აი რაც მინდა რომ პირველ რაუნდში არ დამთავრდეს ეს ბრძოლა რაც მოვიგე მართალია პირველ რაუნდში დამთავრდა ის ორი ბრძოლა სულ 6 ბრძოლა მაქვს ჩატარებული და ნარჩენი მაღალ ზონაში მაქვს ჩატარებული მართალია მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო იმიტომ რომ რაც ამ ჩხუბს მომხიბლელს ხდის ეს არის სისხლი ჩეხაობა თანახაობრივი დარტყმები გამძლეობა მოკლედ ყველაფერი და იმედი მაქვს რომ შენც გაკაჩავ და სამივე რაუნდი ბოლომდე ვიჩხუბებ, იმიტომ რომ მეც ძალიან კარგ ფორმაში ვარ მოსული და კიდევ ერთი კვირა დარჩა სანამ ვიჩხუბებ და კიდევ უკეთეს ფორმაში დავბრუნდები 28-ში. რა თქმა უნდა, მე ზუსტად ვიცი რომ ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან მაგარი გამძლე ბიჭია და ამ ბიჭზე ანუ სხვებთან ჩხუბი, რა თქმა უნდა, წაგებით დასრულდა ჩემი ჩხუბი, ორი ჩხუბი წავაგე და ამიტომაც ვცდილობ რომ ანუ ვივარჯიშო და რამე. და ეხლა მით უმეტეს შენი ჩხუბები ნაყურები მაქვს, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ძალიან გულიანი ბიჭი ხარ და კარგად ბრძოლობ ტექნიკურადაც და ყველანაირად.
დამჯერა იმ დანარჩენებზე კარგად ბრძოლა და ამიტომაც ვთილობ რომ ძალიან მაგრად მომემზადო. რავი, მაგარ ჩხუბს დავდებთ და მაგრად ვიჩხუბებთ ეს 100% ვიცი მე რომ შენც ძალიან მაგარი ბიჭი ხარ შემოგევლე და წარმატებები ყოველთვის დალშე. მე ყოველთვის აგერ შეკითხვა აქვთ? მოგესალმებით მებრძოლებო, ყოველას ძალიან მაგარი ბრძოლების ჩატარებას გისურვებთ. კითხვა მექნება ესეთი, როგორც მახსოვს ეს ბიჭები იბრძვიან ხელთათმანებით, ხო სწორია? და ასევე ორივე მებრძოლი გრან-პრის მონაწილეები იყავით და შიშველი ხელით ორიომ ძალიან მაგარი ბრძოლა ჩაატარეთ. მაინტერესებს ესეთი რაღაც, რატომ არ აიღეთ ეს ბრძოლა შიშველ ხელებზე და თუ გქონდათ ამის ინტერესი? შიშველ მუშტებზე, რავი, არა პრობლემა, შიშველ მუშტებზეც ვიჩხუბებ, მაგრამ ეხლა არ მაქვს იმის, ანუ წინა გრამპზე თითი პირველივე რაუნდის დასაწყისშივე მოვიტეხე და ძალიან დამიზიანდა მე იმდენჯერ დავარტყე ეს ხელი რომ ვაფშე ამიწყო ეს თითი და ამიტომაც ჯერ ისევ მტკივა რა და ამიტომ ვერ ვიჩხუბებ ჯერჯერობით. თორე რომ მოხვდები იმ გრამპში და როცა მომიწევს საჩემპიონო ბრძოლა, მაგას აუცილებლად გავაკეთებ, რომ თითები კი არა, რა ვიცი, ყველაფერი რომ მოტყდეს, მაინც არ გავჩერდები. მეც ვიტყვი ამ კითხვაზე პასუხს მეც გაგცემ გიო. მეც არ არის პრობლემა შიშველ ხელებზე, მეც ვიჩხუბებ. ნებისმიერთან არც მოწინააღმდეგეს არ გააჩნია, უბრალოდ თავარია რინგზე შემოვიდეს. უბრალოდ რა არის ამის მიზეზი? შიშველ მუშტებზე, რა თქმა უნდა, დაზიანებები უფრო მეტია და მე მინდა რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მრავალი ბრძოლა ჩავატარო გამაში, მინდა რომ რეიტინგში ცოტა წინ წავიწიო, რადგან ქამარზედაც შევძლო ჩხუბი. ამიტომ მინდა რომ ხელათვანებით ვიჩხუბო და ის ადგილები დავიკავო, რაც ქამრისთვის აუცილებელი იქნება. კი, მაგრამ მაშინ ამას დავამატებ, რომ ჩვენი სტატისტიკიდან გავამდარებ ბრძოლები ხელთათმანში უფრო ხშირად იზიანებენ ხელებს და უბრალოდ ჭრილობებზე გაგვთ ესე რომ ვთქვათ, აქცენტი გაკეთებული თუ მაინც და მაინც ხელების დაზიანებაზე. და ასევე კიდე იმასაც დავამატებ, რომ გიორგისთან მექნება დამატებითი კითხვა, რომ ანუ შიშველი ხელებისთვის შენ ფიქრობ, რომ დამატებითი მომზადების გავლა გჭირდება თუ უბრალოდ რა თქმა უნდა, კი, ანუ ტკივილები მაქვს, კურნალობა დასასრულებელი მაქვს, რაღაცა ანუ ექიმებთან სასიარულო ვარ, იმიტომ რომ ოპერაციები გავიკეთე ხელზე, ისე უბრალოდ არ მომწყდარა და ამიტომ ჯერჯერობით თავ შევიკავებ და როცა იქნება საჭირო მე აუცილებლად განვაცხადებ მაგას და ეგ დრო დადგება აუცილებლად ახლო მომავალში ძმაო. კეთილი. თუ შეკითხვები აღარ გვაქვს, სათქმელიც თუ აღარ გვაქვს, face to face. დავაბრუნოთ მიკროფონები და დაუდგეთ პირისპირ. მეგობრებო, მოემზადეთ სანახაობისთვის, ვინაიდან მე გპირდებით, რომ ეს ორი ვაჟკაცი მაგარ სანახაობას დადებს. საბა კუჟინაძე და გიორგი ხაჩიძე. აპლოდისმენტები. შემდეგი ბრძოლა ჩატარდება 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მე მინდა ვიხმო დებიუტანტი, თუმცა უკვე ჟღერად გვალს ატარებს. მერაბ ფოლადიშვილი. სინიორ ფოლადა შემოუერთდა გამას. გამარჯობა მერაბ. და დაგვიბრუნდა ნიკა ბერსერკერ ვარსეგიანი მეგობრებო. აბა, რა ხოძე ხართ? ნიკა, შენით დავიწყებ. როგორ ხარ მომზადებული და თუ გაქვს ნიკა მერაბის ბრძოლა ნანახი გამაში, ანუ გამაში არა, რო თუ გამაში და როგორ შეაფასებდი მის საბრძოლო სკილებს? გამარჯობა მოგესალმებით ყველას. მე ვარ ნიკა ბარსეგიანი. რაც შეეხება მერაბის ბრძოლები, არ მაქვს ნანახი. რაც შეეხება ჩემ თავზე ვიტყვი, იდეალურად ვარ ახლა მომზადებული. ნუ ტექნიკა ძალიან ვერ დავხვეწე, მაგრამ წინა ბრძოლები რაც გავაჩერე, მაგეთი რაღაც აღარ განმეორდება. ახლა მთელი გულს ჩავდებ ამ ბრძოლაში და ძალიან მაგარ ჩხუბს შემოგთავაზებ ჩემო ჯიგარო. მერაბ, შენ რო გითხრა რა მზადყოფნაში ხარ
და რა გველოდება 28-ში. სალამი ბიჭებს, მივესალმებით დამსწრეს საზოგადოებას. რავი, ფორმაში ნორმალურ ფორმაში ვარ. ღმერთის წყალობით ცოტა ტრამვები იყო, მაგრამ გადავლახეთ ეს ყველაფერი მზადების პერიოდში. ეხლა დაგვჭირდა უბრალოდ წონის ჩაბარება და ამასაც აუცილებლად ჩავაბარებთ. რაც შეეხება, რავი, ჩემ მეტოქეს გამოსტილი ბიჭია, ასე თუ ისე კარგ მებრძოლებთან აქვს ნაჩხუბარი, ბრძოლები ჩატარებული. მის მიმართ ხორცს პატივისცემა, მაგრამ 28-ში ჩემი სურვილი და დიდი იმედი მაქვს, კარგ ჩხუბს ვაჩვენებთ რა. დანარჩენს უკვე 28-ში ბაზარი ასე იქნება ზუსტად. პოლიციის ხელს ბოლოზე თამდე. ეგრეც უნდა იყოს. აგერ უკვე შეკითხვებია დარბაზში. გამარჯობა, მერაბთან მექნება კითხვა მე. მერაბ, შენი ძმა ზოგადად გამაში და ქართულ საბრძოლო სცენაზე უკვე ძალიან დიდი სახელია, წარმატებულია ძალიან. მე მაინტერესებს ეს შენ რამენაირად გწნეხავს თუ არა, რომ აი ფოლადას ძმა ხარ, უნდა მოიგო აუცილებლად თუ პირიქით გაძლიერებს ეს თუ წნეხავს მაინტერესებს. გამარჯობა. ისე არის კიდე ფაქტორი. ესე რომ ვთქვათ, მწნეხავს არა, უბრალოდ არის რაღაცა ზემოქმედების ქვეშ ვარ. ესე რომ ვთქვათ, ჩემი უმცროსი ძმა დღესდღეობით არის წარმატებული. ღმერთის წყალობით მალე UFC-შიც მოხვდება. თამაშობს რაღაც ფაქტორი, მაგრამ რო ვთქვათ, რომ მწნეხავს არა რა. რაღაც პონჩი უფრო მაძლიერებს. მადლობა. კიდეა კითხვები? ბარსეგიანთან მაქვს კითხვა. გისმენ. ისევ თავით შესვლას აპირებ თუ რამე ახალი სტრატეგია გაქვს? მაგის იმედი არ გქონდეთ. ანუ არ ვაპირებ თავით შესვლას. დავაწეული ვიჩხუბებ. და ისევ გაბრაზდები ხოლმე რეფერენტთან ფაქტორი გადალახულია. ანუ აღარ გააჩერებ ბრძოლებს. არანაირად. ძალიან კაი, იმედი მაქვს, წარმატებები. კარგი, მიკროფონს რომ მოგცემთ, მე ისაუბრეთ თქვენ. დავით, დადექი გთხოვდა ყურადღებას, ნუ მიიპყრობ ჯერჯერობით შენ თავზე. კიდეა შეკითხვები ჯუნიორ ფოლადას აქვს შეკითხვა. ფოლადა 2. მეორე მხარეს გადავინაცვლე. კითხვა არ მაქვს, უბრალოდ ჩემი პროგნოზის თქმა მსურს რა. აი დარწმუნებული ვარ ეს ჩხუბი დასრულდება რა თქმა უნდა ჩემისთვის გამარჯვებით, ღმერთის წყალობით რა თქმა უნდა. მაგრამ როგორ დასრულდება იმის თქმა მინდა. ან დააძინებს, ან უბრალოდ გაჩერდება. აი დარწმუნებული ვარ 100%-ით. წარმატებები. და რომ მოხდება ეს, მე კამერა გამოვაბრუნე ჩემსკენ და ჩემი სახე დააფიქსირეთ უბრალოდ რა. მაშინ თუ პროგნოზებს ვაკეთებთ, რომელ რაუნდში ეგეც გითხარი? პირველ რაუნდში. მეორე რაუნდამდე არ მივა, ეგ უეჭველი ვიცი. მაგრამ თუ მივა, აი იმაში უეჭველი დარწმუნებული ვარ, რომ ან დაიძინებს, ან გაჩერდება უბრალოდ და აღარ გააგზელებს ბრძოლას. ნიკა რაღაცა პასუხი. წარმატებები ძმაო, ჩემი ძმის იქით. წარმატებას გისურვებ, არაფერი პირადული რა თქმა უნდა, რო სპორტი რა. ჩათვალე მე მეჩხუბები, იმიტომ რომ გასაგებია შენი დამოკიდებულება ბაზარი არის გენაცვალე. პროსტ ერთი იცოდე რომ არასდროს არ გავთიშულვა ჩემო ძმაო. აი დამეჯერი ამისნაირი ხელი არ მოხვედრია არასდროს. ამაზე მე მოხვედრია და მაგითო გეუბნები ვიცი. ძალიან კაი, დიდი სიაუნებით შევიგრძნობ. წარმატებები გამას გენაცვალეთ და ანალოგიურად შემოსწესაც შეიძლება. კიდეა შეკითხვები, კითხვების კორიანტელი გვაქვს. კი, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და ნიკა შენთან მექნება შეკითხვა ზოგადად ბრძოლის გაჩერებას არ აპირებ რა თქმა უნდა. არა. ძალიან კაი. თუ მოხვედრია ოდესმე აი რკინა, ბეტონი რა, ფოლადი. უამრავჯერ. აქამდე არ მოხვედრია რკინა, მაგრამ ბრძოლა მაინც გააჩერეს სამწუხაროდ. ეგ გონებრივი ფაქტორი იყო რა. არეული გონებით შემოვედი რინგზე. რამაც იმოქმედა თავისთავად. ეხლა იდეალურად ვარ. 28-ისთვის ანუ უკვე დაწყნარებული ვარ გონება რას თავარია. კაი. ისევ პროგნოზებზე რადგან ჩამოვარდა საუბარი, ჩემ პროგნოზს ვიტყვი რა, იმიტომ რომ ნასპარინგები მაქვს მერაბასთან, მომხვედრია მერაბას ხელი და
გვარი ტყვილა არა აქვს ფოლადიშვილი ორივე ძმას. აი მართლა ფოლადის მაშინ ხელები ფოლადს დავადნობ მაშინ. ფოლადის ხელები აქვს რა მართლა. პირველ რაუნდს არ გაცდება ბრძოლა რა თქმა უნდა და კიდე ისე დამატება მინდა რომ თუ გეგმები გაქვს 28-ში ჩხობის მერე ჯობიაახლავე ყველა გეგმა შეასრულო ყველა საქმე მოისაქმო იმიტომ რომ შეიძლება სადღაცას 2 კვირა 28-ის მერე ვეღარ მიხედო საქმეებს და ამიტომაც ცოტა წინასწარ მიხედე ყველა საქმეს ნახოთ როგორ იქნება პირიქით არის კიდე იყო შეკითხვები ხომ? ნიკა, შენთან მაქვს ესეთი შეკითხვა. ალბათ უმრავლესობამ იცით, რომ შენ ძალიან მოკლე დროში აიღე ეს ბრძოლა. თან იცოდი, რომ ესეთი წნეხის ქვეშ იქნებოდი, იცოდი, რომ მოგიწევდა მარტო მერაბთან, არა მის გულშემატკივრებთან, თუნდაც კითხვებზე პასუხების გაცემა. მე მაინტერესებს შენგან, თან მე შენ თითქმის ყველა ბრძოლაში შენ კუთხეშიც ვერავინ დავინახე ისეთი, ვინც რამე სასარგებლოს გირჩევდა ბრძოლის დროს და შეიძლება შენი გაჩერებული ბრძოლებიც, როგორც მებრძოლების უმრავლესობის, სწორედ მაქედან გამომდინარეა და მე მაინტერესებს შენგან, როგორ მოემზადე ამ ბრძოლისთვის კონკრეტულად ვისთან ემზადებოდი და რომ მითხრა ეხლა ვინ იქნება შენ კუთხეში. რა ქვია? ბეკა ხაბაზიშვილი იდგება ჩემ კუთხეში, გრამლის ტურნირში იგავდა 73 კილოში მონაწილეობას. რაც შეეხება ეგ არან არის ანუ რაც შეეხება ბრძოლის გაჩერებას არის გამოც ეგ იყო ჩემი ბრალი იქიდან გამომდინარე რომ გონებრივად არ ვიყავი იდეალურ მდგომარეობაში და მაგის გამო ვაჩერებდი დანარჩენი არაფერი მნიშვნელობა არ იქნება ვინ იდგება ჩემ კუთხეში მე ბოლომდე მივიყვან ბრძოლას მოგესალმებით მე ბექა ვარ ხაბაზიშვილი და ერთი რამე მინდა ვთქვა მე მინდა წარმატება უსურო ორივე მებრძოლს რა თქმა უნდა მე ნიკა ბარსეგიანის კუთხეში ვიქნები და მინდა ნიკა ბარსეგიანთან დაკავშირებით ერთი რამ ვთქვა რა მე არ გეტყვით ახლა რომ ეს ბიჭი არის რაღაც ძალიან დიდი გამოცდილი და პროფესიონალი მოკრივე მაგრამ მე გამიგი ამის ქუჩის ბრძოლების შესახებ და მინახავს მე თვითონ და ჩვენს ასე თუ ისე რაღაცები წაგვისპარენგია, წაგვითამაშია ეს მეგობრულად და ძმაკაცრად ერთმანეთში. თუმცა ეს გამოსდის მიზნით რა და ეს ბიჭი არის გამძლე და ძლიერი რა. და ერთადერთი ხა რინგზე რა ვიცი ხა ყველა დავიბნევით, ყველა დაუბნეულ ვართ. მეც გამიჩერებია ბრძოლა. ხდება რაღაცეები, რაღაც პატარა-პატარა ნიუანსები, რაღაცეები, რაც არ ჩანს და არ ჟღერს რა, ისე როგორც იყო და არის. მაგრამ ჩხუბი იმის არის რომ ხან უნდა წავაგოთ და ხან უნდა მოვიგოთ სმაო და მთავარია რომ არ დავნებდეთ აუდგეთ ფეხზე და გავაგრძელოთ ბრძოლა რა მე წარმატებას გისურვებ თითოეულ მებრძოლს ბიჭებო და სხვა არაფერი არ მაქვს სათქმელი სმაო მადლობა რამდენი კითხვა კიდე ერთი კითხვა კითხვა მექნება მერაბთან ну როგორც ვიცით შენი ძმა ძალიან წარმატებული არის როგორც მუშტიკრივში ასევე MMA-ში და ერთად ვარჯიშობთ ჩემპიონთა აკადემიაში MMA-ის დარბაზში მაინტერესებს შენს გიხილავთ თუ არა ოქტაგონზე და გაქვს თუ არა გეგმები MMA-ში გამარჯობა გიო ი ზოგადად ჩემი ბაზა არის ჭიდაობა მაგრამ ასე რომ ვთქვათ გამოჩემში სიმპათიას ყოველთვის იწევდა თან მით უმეტეს პირველივე ივენთიდან ჩემი ძმა ვიხილეთ გამაშის და რა ერქვა პირველ ორგანიზაციას Iron Joe's. Iron Joe's. იმის მერე უბრალოდ იყო ესეთი ფაქტორი, რა 17 წლამდე ჭიდაობდი, მე ჩემი რაღაცა მიზეზებიდან გამომდინარე მომიწია სპორტიდან წასვლა. მაგრამ მე უმცროსმა ძმამ მომცა ისევ мотиваცია და დღესდღეობით ისევ დაუბრუნდი სპორტში. ვინაიდან ჩემი ბაზა არის ჭიდაობა? კი, ეგრეა და ღმერთის წყალობით მალე აი გამა MMA-შიც მექნება დებიუტი. რაც შეეხება გამას ოქტაგონს და ბერნაგს, ეს უფრო ხელების გამოცდილება რომ მივიღო რა, სტოიკაში ესე რო ვთქვათ. და ღმერთის წყალობით მალე მიხილავთ რა ალბათ. მადლობა პასუხისთვის და კიდე ერთი კითხვა მექნება, მაინტერესებს ესეთი რაღაც. თქვენ უბრალოდ ძმები ხართ და პარტნიორები თუ რომელიმე ერთმანეთის მიმართ წუწნელობასაც კი ესე რომ ვთქვათ ითავსებს როგორც ილიას და ალექსანდრეს სიტუაციაში?
ჩვენ სიტუაციაში ორივენი ერთმანეთის მწვრთნელები ვართ რა. არის რაღაცეები, რასაც ის მასწავლის, არის რაღაცეები, რასაც მე ვასწავლი. მაგრამ დღესდღეობით ის გიოსგან უფრო მეც ვსწავლობ. მაგრამ ადრეულ ასაკში ჩემგან სწავლობდა. კარგი და კიდე ეხა ძალიან ცუდი კითხვა მინდა დავსვა. ორივე ერთ წონაში მოღვაწეობთ, ორივე 65-ში ხართ და მაინტერესებს ქამბრისკენ მისწრაფებები როგორ გაქვთ, ანუ როგორ გაქვთ განაწილებული ეს სქემა? ქამბრისკენ MMA-ში გულისხმობ თუ? არა, ანუ მუშტიკრივში ორივე 65-ში. ნუ ქამბრისკენ ეხა დღეს რა 28-ში დებიუტს ვატარებ, ცოტა ადრე არის ქამარზე საუბარი. მაგრამ ღმერთის წყალობით თუ მივალთ მაქამდე და დიდი იმედი მაქვს რომ აუცილებლად მივართ, მე როგორმე გავიყოთ ძმები ამ ხამარს. კარგი მადლობა. ეთილი. მე მგონი საკმარისი კითხვები იყო, ჯერ ძირითადი წყვილები. კი ბატონო, მაშინ აი იქ მოგიწევს მის ლევან. მოიცკარი, ჩემს მიკროფონს მოგცემ. მოგესალმებით, დამცირ საზოგადოებას. მინდა შევაქო ეს ბრძოლა და მინდა შევაქო ბარსეგიანი ნიკა, რომელმაც ეს ბრძოლა აიღო ძალიან უმოკლეს დროში. ფოლადას მისი ძმის დამსახურებები იმხელა ზურგს უმაგრებს, რომ ყველა ფრთხილობდა ამ ბრძოლის აღებაზე და მალადეც მაო, მე ვიცი რომ ნამდვილად ვაჟკაცი ბიჭი ხარ და ბოლომდე დაიხარჯები. მინდა მოგილოცო დებიუტი, რადგან ვიცი რომ დიდი ხანი ზადების პროცესში იყავი ამ დებიუტისთვის, ისევე როგორც მე ველოდებოდი ძალიან დიდ ხანს ჩემ მეტოქეს, ისევე ველოდებოდი შენც. და ვფიქრობ ღირსეულ წინააღმდეგობას გაგიწევს ნიკა, რადგან ბოლომდე დაიხარჯება. გულიანი ბიჭია, რასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჯერ ნიკასგან ასე ვთქვათ, უარი ბრძოლაზე მე არ მომისმენია. ყველასთან თამამად მიდის. გაფასებს მაო და გაგიმარჯოს გულში ღმერთმა. მეცვალე გულში. ეთილი, მე მგონი საკმარისი კითხვები გაჟღერდა. მეგობრებო, თქვენ თუ არ დაგჭათ რამე სათქმელი, გთხოვთ დააბრუნოთ მიკროფონები და დაუპირისპირდეთ ერთმანეთს. მერაბ, ფოლადა, ფოლადიშვილი, ნიკა, ბერსერკერ, ბარსეგიანი. კამერებისკენ. აპლოდისმენტები მებრძოლებს. ეთილი, გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე, რომელიც ჩატარდება 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მე მინდა ვიხმო ნიკა Blackout გელაშვილი და მისი მოწინააღმდეგე ბაკურ აპერკატ ჩიკოვანი. გამარჯობა მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა კითხვა მაქვს ეგრევე ორივესთან. ჩვენ ვიხილავთ მუშტიკრივის ბრძოლას თუ კრივს, კლასიკურ ჯენტლმენურ კრივს. მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. მინდა ბიჭებს წარმატებები ვისურვო ყველას და ყველას უწამორთა ბრძოლა. რა რინგი გვაჩვენებს რა, მე მოკლივე ვარ, რა თქმა უნდა, კრივს ვიჩხუბებ და კრივით ვეცდები რომ დავამარცხო ბაკური. მაგრამ რინგი გვაჩვენებს ყველაფერს რა რინგზე რო სავალთ, მან გამოჩნდება ყველაფერი როგორ და რანაირად წავა ბრძოლა. შენა სიტყვი ბაკურ. სალამი ყველას პირველ რიგში მოგესალმებით. ნუ ნიკას ბრძოლებს და რაღაცას რო უყურე, კარგი კრივია, ასე თუ ისე. მეც მოკლივე ვარ და მეც კრივ ჩხუბობ. თან დიდი ხანია უკვე და რავი ჩვენი ორცა ბრძოლა რავი ნიკამ სწორად აღნიშნა რომ ნუ მაინც რინგია და ეს არ არის კრივი, ეს არის მუშტი კრივი და აქედან გამომდინარე რაღაც ელემენტები ყველაფერი იქნება რა. მაგრამ უფრო კრივი იქნება, სანახაობრივი ბრძოლა იქნება ჩემი, რავი ასეთია პროგნოზი ჩემი. შესანიშნავი. ნიკა, შენთან მაქვს კითხვა, ბაკური არის გამორჩეული თავის მემარცხენე დგომით და ნუ ყველაფერია მემარცხენე დგომში, უშუალოდ კრივს რაც ეხება. მე მგონი საკმაოდ მაგარ დონეზე აქვს, როგორც ჩემ გადმოსახედიდან. გაქვს თუ არა მემარცხენეებთან გამოცდილება და წარმოადგენს თუ არა ეს რამე პრობლემას? ერთ რამეს ვიტყვი რა, გოსიანოვიც მემარცხენე იყო, მაგრამ ყველამ ნახა როგორ დამთავრდა ეგ ბრძოლა და რანაირად დასრულდა. მაგრამ ანუ ერთ ვიტყვი რომ ძალიან კარგი სპორტსმენი ხარ, ძალიან კარგი მოკლივე ხარ, ვიცი შენი მიღწევები კრივში
და რა მიხარია რომ ესეც სპორტმენთან და ესეც მებრძოლთან მიწევს რინგის გაზიარება, რომ ძალიან სანახაობრივი ბრძოლა გამოვა და ძალიან საინტერესო და სასტიკი ბრძოლა იქნება მართლა. მეგობრებო, დრო გექნებათ, მიკროფონს დაგითმობთ. აგერ შეკითხვა? ნიკასთან მექნება შეკითხვა. წინა ბრძოლა მახსოვს გოჟჯანოვს რო დაარტყი დაგდებულზე. ხო და no contest იყო და ეხლა ისწავლე თავის შეკავება თუ ისევ იგივეს აპირებ. გოჟჯანოვი დაგდებული არ ყოფილა. მუხლი ედო ცალი ისიც რავი ედო თუ არა წესად ვერც დავინახე. ხო ედო. ხო. მე რა ვიცი რა არ ვიცი ანუ თავის კონტროლი ანუ ელოდოს ეხა მაგ საფრთხეს ბაკურმა? არა, მან რა ვიცი რა, სულად გამომივიდა მართლა. უბრალოდ აფექტის მდგომარეობაში რთულია თავის გაკონტროლება და მაგ დროს ხელი გაქნეული მქონდა თან ხელი და მაგ ხელს ვერ გავაჩერებდი ფიზიკურად. ანუ დრო დავარტყი, ერთი დარტყმა ეგრევე დაეცა და მაგ დროს უკვე მეორეს ურტყამდი. და მოხდა მაგ დროს. ვერ გავაჩერე ხელი. არ ვიცი რა, ბრძოლაში ვნახავთ ყველაფერს, ესე წინასწარ ვერ ვიტყვი. თუ მოხდა მსგავსი სიტუაცია დავინახავთ მან ბრძოლის დროს რა და როგორ გავაჩერებ ხელს თუ ვერ გავაჩერებ. მოკლედ ბაკური ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. მეც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო როგორც ბაკური. კარგი, წარმატებები. ადუს ხსენ და რა ვაფასებ რომ ჩემთან იზიარებ ბრძოლას რა. ხალხს შევთავაზოთ ძალიან საინტერესო და სანახაობრივი ვერთა ბრძოლა. ხო, მთავარი ეგაა რომ ხალხი დაინტერესდა ბრძოლით, ესე თუ ასე და ნახოთ თანარჩენი 28-ში გადაწყვეტება ყველაფერი. კი ბატონო. საქმელი თუ აღარაფერი დაგვრჩა, დავაბრუნოთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ბიჭი. ლევანის აქვს საქმელი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მინდა ნიკა გაგაცნოთ ყველას კარგად. ნიკა არის წარმოუდგენლად შრომის უნარიანი და ძალიან მონდომებული მებრძოლი, რომელიც პირდაპირ ვთქვა ჩემპიონად არის დაბადებული. ბაკურს არაერთი მომზადება აქვს გავლილი ჩემ გუნდთან ერთად, არაერთ შეჯიბრზე და არაერთ შეჯიბრზე დადებითი ბალანსი აქვს დაფიქსირებული. იცის ბაკურმა როგორი მომზადება ექნება ნიკას გავლილი, რადგან ის 2 წელია ვარჯიშობს უკვე ჩემთან. რა სიტყვი ბაკურს, შეძლებ გაუმკლავდე ნიკას ენერგიულობას და ძლიერ დარტყმებს. მეც ვემზადები რა თქმა უნდა და მე უკვე 13 წელია. მზადები მაინტერესებს. მან ფიტნესში ვემზადები ლევანისთან. შვენიერია. ისე ჩემი კარიერა რაც შეეხება 13 წელი მე კრივში ვარ, რავი, ესე თუ ასე. მქონდა ჩავარდნები, ტრავმიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერი აღვიდგინე. იმიტომ არ ჩანდი გამას ივენთებზე რომ მქონდა ტრავმები. და რავი, აქტიურად ვემზადები, ვარჯიშობ, წონის კლებაში, რომ რავი, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, რომ დანარჩენი 28-ში გადაწყდება, ახლა ესე რომ ველაპარაკოთ აზრი არ აქვს. კარგია, მიხარია რომ მზადყოფნაში ხარ და ფაქტობრივად გამოდის რომ 13 წლიან კარიერას ვუპირისპირებ ჩემ 2 წლიან გამოცდილებას ჩემი მოსწავლით. გამოჩნდეს რინგზე ვინ არის ძლიერი. აიღე ბიჭო. ნიკა, შენთან მექნება ესეთი შეკითხვა. მაინტერესებს იმ შემთხვევაში, თუ შენ გახდები ამ ბრძოლაში გამარჯვებული. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ 70 კილოში გამოჩნდა ერთი პატარა, ძალიან მაგარი ბიჭი, ლუკა მეგრელი, რომელთანაც დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩხუბი არ უნდა, თან ლევონმა ისე დაგახასიათა, რომ სუფთა ჩემპიონის, როგორც სუფთა მომავალი ჩემპიონი, აქ შენი მასწავლებელიც საჩემპიონო ბრძოლას გამართავს ამ წონაში. ზოგადად შენი გეგმები რომ გაგვიზია რომ რასაპირებ, გაქვს თუ არა სურვილი ამ ბრძოლის გამარჯვების შემდეგ, თუნდაც წინა საქამრე იქნება თუ ლუკა მეგრელთან რომ გაიზიარო ერთ სიტყვით ბრძოლა, რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? ამ ბრძოლის გამარჯვების შემთხვევაში უკვე რავი ორგანიზატორები როგორც შეათანხმებენ და რასაც შემოთავაზებენ, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ვინ დადგება ჩემ წინ, კიდაც მეგრელი იყოს, კიდაც კერესელიძე, კაკლიაშვილი აზრი არ აქვს ვინ დადგება ჩემ წინ. მე ავალ რინგზე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, გავიმარჯვებ და ჩამოვალ. ყოველთვის ესე ვიყავი და ესე ვიქნები. რავი ეს იყო ჩემი საქმე. კეთილი. დავაბრუნოთ მაშინ მიკროფონი. დაპირისპირ. ბაკურ, აპერკატ, ჩიკოვანი, ნიკა, ბლეკ აუტ, გელაშვილი. კამერებისკენ ბიჭებო.
აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. შემდეგი ბრძოლა გაიმართება 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მე მინდა ვიხმო ზუკა კაკულია და მამია ლაზი მემიშიში. აბა ბიჭებო, რამზად ყოფნაში ხართ? მე წინასით ყვაობით გეტყვით, ნუ მამია ვნახეთ წინა ბრძოლაში, თუმცა როგორც თვითონ თქვა, ვერ დაგვანახა თავისი 10%-იც კი, არც კი გავოფლიანებულ ვარო და ზუკა კი საკმაოდ დიდი ხნის წინ ვიხილეთ ბოლოს და ამიტომ შენთან ვიქნები პირველი ზუკა, შენ მოგცემ სიტყვას, სად იყავი, რატო მოგვანატრე თავი და როგორ ხოძე ხარ? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ვიტყვი, რომ მომზადება გავიარე ალფაგრინში, საკმაოდ დიდი ხანი ვიმზადებოდი. ბევრ ჩემს მინუსზე ვიმუშავე და გამოვასწორე და ვთვლი, რომ გამაში რაც მიჩხუბია, ყველაზე მეტად ეხა ვარ მომზადებული და მშვენიერ ფორმაში ვარ. ყველაფრისთვის მზად ვარ. შენ რა სიტყვი მამია? მოგესალმებით. მე მალევე მინდოდა დაბრუნება და მადლობა რომ ამის შანსი მომეცით. მადლობა ზუკა შენს რომ ბრძოლა აიღე ჩემთან. და რა ვიცი, იმედია რომ 10 თუ არა 30-ს მაინც ვნახავთ ჩემი შესაძლებლობების. დარწმუნებული ვარ რომ ეს ბრძოლა დროზე ადრე მორჩება ისევ. ეს მინდა პროგნოზათაც ვთქვა. რაც შეეხება მომზადებას გავდივარ საკუთარ დარბაზში, Fight Club მემიშიში, რომასთან ერთად გვავარჯიშებს ჩვენი ძმა, კიდე გვავარჯიშებს გამოცდილი წუწნელები და მზად ვარ ყველაფრისთვის. სხვათა შორის ჩვენს მაყურებელს მინდა მოვახსენო და მემიშიშის დარბაზი ჩვენი პარტნიორია, როგორც ჩვენი სხვა დარბაზები და გამას მებრძოლებს ამჯერად უკვე ბათუმელ მებრძოლებს და ბათუმში მყოფ მებრძოლებს აქვს შესაძლებლობა რომ გაიარონ მომზადება Fight Club მემიშიში. მე მინდა კითხო მამია, ამჯერად ანუ რა ფორმაში ხარ და ნუ ზოგადად ახლა შენი კარიერა, რომელიც ძირითადად კიკბოქსინგში იყო, მე და დაბალწონაში იყო, ხო? ძირითადად 66 კილოგრამში. 60, 63, 57, 65 მაქსიმუმი. ხო, 65 მაქსიმუმი იყო. თუ 66-ია მე მგონი, ხო? 66, ხო. და რამდენად კომფორტულად გზნობ თავს ამ ახალ წონაში, რომელიცაა 84 კილოგრამი ფაქტიურად. იდეალურად. ნაჭამი ჩხუბობ უფრო ასწორებს. კეთილი, მეგობრებო, შეკითხვები ხომ არ გვაქვს? მამიასთან მაქვს კითხვა. ჭორები დადის ასეთი, რომ წინა ბრძოლა განზრახ დაგიწვა ის შენი ვერტალიოტის დარტყმიდან. ხო და რა სიტყვი ამ ბრალდებაზე? ამ ხელა კაცი ჭორებს უსმენ? არა, დადის. გაიგე? არ ვუსმენ, დადის თქო. აურა გითხრა, არ ვიცი რა. ეხაც იქნება ვერტალიოტები, უფრო სხვანაირი. სამხედრო ვერტალიოტები. ანუ ცილს გწამე? კი. კაი, დაგიბრუნდები მოიცა. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ყველას წარმატებულ ბრძოლებს გისურვებთ, უტრამო ბრძოლებს. მე მაქვს კითხვა ზუკასთან. მაინტერესებს შენს მოწინააღმდეგეზე მინდა კითხო, მამია ძალიან ხმაურიანად შემოვიდა გამაში, ხმაურიანად გააღო კარი, როგორც trash talk-ში, ასევე საქმეში, რაც თქვა გააკეთა ამ კაცმა, მოწინააღმდეგე გათიშა პირველ რაუნდში. trash talk-იც ძალიან ისეთი აქვს, სოლიდური და აქვს პრეტენზია 2 წონის კამარზე, როგორც თვითონ აღნიშნა. ახლა შენ ძალიან ამბიციური კაცის წინაშე გახარ. მისი სიტყვებია ეს ყველაფერი და მაინტერესებს როგორ ხარ მომზადებული, რას აპირებ დაუპირისპირო და როგორ აპირებ რომ გააჩერო აი მამიას ტალღა რა, რომ რავი, მე როგორც ვუყურებ, აპირებს რომ სუპერსტარი გახდეს ამ ორგანიზაციის და შეძლებ რომ შეაჩერო, ანუ დიდი პასუხისმგებლობაა ახლა შენ ხელში. მადლობა დიდი. პირველ რიგში ამბიციები ამ სპორტში ყველა მებრძოლს უნდა ქონდეს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ანუ ვინც გამოდის და აპირებს ბრძოლას, ამბიციების გარეშე არ უნდა გამოხვიდე რა. რაც შეეხება პატივცემის მოსაზრებას, რომ თურმე მე დროზე ადრე დამასრულებს,
ძალიან დიდი ეჭვმეპარება მაგაში რომ დროზე ადრე დამასრულებს. მისი ვერტალიოტებისთვის და ნებისმიერი რამისთვის მე მომზადებული ვარ MMA-ის მებრძოლებთან, გამოცდილ მებრძოლებთან, ასევე გამოცდილ ბოქსერებთან სპარინგობდი და ვარჯიშობდი. შესაბამისად ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ. ასე რომ ჩვენ მებრძოლებს მეორე მებრძოლის ამბიციები და მისი რაღაცები არ გვაშინებს რა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. კიდევ კითხვა მაქვს მე ზუკა ჩემი გუნდელია და კითხვებს და რჩევებს დარბაზში მივცემ. ეხლა კითხვა მაქვს თქვენთანსა, მამია. როგორც ვიცი, აქამდე არ ჩხუბდი და დაპაუზებული ქონდა თქვენი კარიერა. რატომ დაბრუნდი ასეთ ძლიერ და ახალგაზრდა მეტოქესთან მეორევე ჩხუბში? ძლიერ და ახალგაზრდა მეტოქესთან, იმიტომ რომ მეც ძლიერი ვარ და არც ბებერი არ ვარ, დამიჯერე. ნახავთ 28-ში. წარმატებებს გისურვებთ ორივეს, მაგრად იყავით. კიდე არის შეკითხვები? გამარჯობა, მამიასთან რა კითხვა. მამია, შენ თუ ისევ დროზე ადრაპირებ დამთავრებას, წინაზე სამჯერ მოიქნიე ხელი და მორჩა იშხუბი. და ვერ ვაჩვენეო ჩემი შესაძლებლობებიო. ეხას დროზე ადრე უნდა მორჩე და ისევ სამჯერ ხელი დაქნევაში ისევ ვერ აჩვენებ შენს შესაძლებლობებს და რომელი გინდა, ანუ დროზე ადრე მორჩე თუ აჩვენო რა შეგიძლია? დროზე ადრე ყოველთვის ჯობია რომ მორჩე, საქმე მიიყვანო მალევე დასასრულამდე. შესაძლებლობებს ისე გავაკეთებ, რომ დაინახავთ ცოტა-ცოტა მომატებულს. ანუ შემდეგ ბრძოლაში უფრო მეც და მე უფრო მეც. კი. მადლობა მოუწევს დამიჯერე. დასვით კითხვა. შენი განცხადება იყო ორი წონის კატეგორიას უმიზნებო. ეს არის 76 და 84. 76-ში არის მუკვანი, 84-ში არის ბადო. ანუ მაგათ ჩამოგდებას აპირებ ტრონიდან. ხო და ეს განაცხადი რო გააკეთე, იხუმრე თუ უბრალოდ ყურადღების მიქცევა იყო? 28-ში ნახავთ რომ არ ვიხუმრე. მე მგონი 24-შიც გაჩვენეთ რაღაცეები რომ ხუმრობით არ მithქვია. და შემიძლია ეს ყველაფერი. 24-ში ვერტალიოტი кайიყო კი, მაგრამ მე სხვა რამეზე გეუბნები, ანუ არ მიხუმრია ანუ რა, ამის გამკეთებელი ვარ რეალურად. და ნახავთ, როგორც კი შანსს მომცემენ ამის ორგანიზაცია, ნაბიჯ გავყვები. აგერ ერთი თვე არ არის გასული, ავიღე მეორე ბრძოლა. აი, დარწმუნებული ვარ. შემდეგ ივენტისთვის თუ ვინმე შემომთავაზებს, ისევ მზად ვიქნები საბრძოლველად. კაი, საიდუმლო თუ არ არის პირველი ვის უნდა შეუტიო 76-ს თუ 84-ს? 84, იმიტომ რომ მე მეზარება ეხა დავიკლო ისევ ავიდე, არა ძერ 84-ს და მე ეგრევე 76-ს რო ჩამოვალ, გავყარდები მან. წარმატებებს გისურვება შენიცი. გაიხარე. კიდევ დაგიბრუნდით კითხვას. ამჯერად ზუკას დაუსვევ კითხვას. როგორ აპირებ გამარჯვებას, უბრალოდ გაიმარჯვა თუ ჩააქრო მისი ამბიციები? რა თქმა უნდა, ვაპირებ რომ მისი ამბიციები პირველივე რაუნდში დავასრულო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ყველა ნახავთ 28-ში რაც მოხდება რა. როგორც ვიცი, ლაზი ხო? სამეგრელო. რამდენად ასე კუთხური დაპირისპირებაა ეს თქვენთვის? მხოლოდ უბრალოდ თქვენ შორის არის ეს ბრძოლა თუ თქვენს კუთხეებს შორის არის ეს ბრძოლა? არა, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ლაზურ მეგრული უბრალოდ ძმობა გვაქვს. დაპირისპირება კუთხური არ იქნება. უბრალოდ რინგზე მე წინაზეც აღნიშნე, რინგზე როცა ჩემ წინააღმდეგ ვინ ამოდის, არ აქვს მნიშვნელობა სახელ და გვარს. გაზიარებული მაქვს ხუმრობის გარეშე ჩემ ძმასთანაც რინგი. ეს ყველა სასაცილოდ გონია, მაგრამ სპორტი იყო ეგეთი. ხო და ამიტომ რინგზე ჩემი მტერია ყველა. მან არც ეროვნებას აქვს მნიშვნელობა, არც კუთხეს და არც არაფერს. პირიქით სეკუნდატებს აქვს სამუშაო, რომ ორივეს გვესმის ერთმანეთის ენა და რა ენაზე რომ კარნახი როგორ გამოგვივა რა. გაიხარე, მისაღები პასუხი იყო. ჩემთვისაც რა თქმა უნდა, რინგზე როცა მოწინააღმდეგესთან ავდივარ, იქ ყველაფერი მთავრდება, მხოლოდ მოგებისთვის ავდივარ. რინგის გარეთ ხელჩამოვართმევ, პატივცემ, არა რინგზე ყველა ავდივართ მოსაგებად. მაესტრო, შენ რას ფიქრობ? გინდა რომ გადაკიდო ლაზდები და მეგრელები ერთმანეთს?
რატო უნდა გადავყიდო კაცო ეს ჩემთვის რინგში რაც ხდება რინგში რჩება გამაში ზოგადად ყოველთვის ასე იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ასეც დარჩეს ანუ თუ ჩხუბია რინგში მოხდეს ეს ჩხუბი რა სიტყვით მამიასთან მექნება კითხვა მაინტერესებს ამ ბრძოლის მერე როდის გეგმავ ისევ ბრძოლას შემდეგივე ივენტზე 84-ის კამარს უმიზმებ როგორც მივხვდი პირველი ხო ნუ დაკლება მეზარება პირდაპირ გეოვნებით 76-ში რო ჩავიდე და 84-ში ხო არ გვებრძოლა მედაში სიამოვნებით ჯაჯა რა პრობლემაა ხვალინერა ერთ კვირაში ბრძოლა გაქვს წარმატებებს გისურვებ უტრამოდ გამახარე ბრძოლა და ნუ საინტერესო ბრძოლა იქნება მონადირე ვერტფრენის წინააღმდეგ ო კაია კარგი ერთი ამ ორ კამარზე გამახსენდა რა უნდა მეკითხა და იყო რა არის ერთი სასწაული მებრძოლი ამანდა ნუნეში რომელიც UFC-ში ორ წონაში იყო ჩემპიონი და ორივე კამარს იცავდა ერთდროულად ისე რომ არ დაუთმია და აი შენ ეგედუზე ხარ ეხა რომ ჩახვალ ქვემოთ დაიტოვებ და ორივეში ერთად დაიცავ? თავისთავად შევეცდები ყველანაირად, კი. ძალიან მაგარია. ჯერ აიღოს კაცო. დავიღებ. კეთილი, კიდე ხომ არაა კითხვები? მომიწია ისე. მომიწია ისე. ჩართვა. მამიას ბევრი არ იცნობთ. ბევრი კი არა, გამას მაყურებლის 99% არ იცნობთ. მამიას ასაკზე ეხუმრენ წეღან და რო იცოდეთ ბებრის არ განიცახნავენ. მამიას იმხელა გამოცდილება აქვს, რომ არ გამიკვირდება, მან რომ მოინდომოს 70 კილოში ჩავიდეს და მესამე წონის კამარი აიღოს. ნახავთ თქვენ მას რინგზე 28-ში, შემდეგ ნახავთ ჭაჭას წინ და შემდეგ ნახავთ დიდი ალბათობით საჩემპიონო ბრძოლაში, სადაც უდაოდ ეჭვი არ მეპარება, რომ ის მოახერხებს გამარჯვება. ზუსტად ერთი გზა გვაქვს, მე და მამიას გავლილი და ყოველ დღე ვხედავდი ნუ ყოველთვის ვხედავდი რინგზე ჩემთან ერთად ბრძოლობდა და ვიცი რა შეუძლია. ნახავ და გაიგებ. მაგაზე დავამატებ ერთ რაღაცას. ანუ ყველა ვიცით რომ გამა არის მუშტიკრივი. არც კინბოქსი არის, არც ბოქსი არის. აქ სხვა წესებია. შედარებით ბევრი არსენალის გამოყენება შეგვიძლია. იქ ბექფისტი არის, იქ კლინჩაობა არის. შესაბამისად, მისი გამოცდილება ვიცი, პატივცემ რა თქმა უნდა. მაგრამ გამა არის მუშტიკრივი, ასე რომ ეგ ჩემთვის არაფერს ანიშნავს საერთოდ. კეთილი. მოდი შეკითხვები და კომენტარები თუ აღარ გვაქვს. ბიჭებო, თქვენ ხო არ გინდოთ რამის თქმა კიდე? დავაბრუნოთ მიკროფონები, გადავცეთ და პირისპირ. ზუკა, კაკულია, მამია, ლაზი, მემიშიში. კამერებისკენ. აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები. გადავიდეთ შემდეგ გახმაურებულ ბრძოლაზე. მასრასე, მერაბ, ტარზანა იაშვილი. დავით ესტოუნერ ბადურაშვილის წინააღმდეგ. აი ახლა ილაპარაკეთ. ნერვიულობ. მე ვაფშე არა ძმა შენ წარმოვიდი. მეთქობა რომ ნერვიულობ. კი აბა. მიდი ლაპარაკი შენ გიდონ და ილაპარაკი გისვენ. კი აბა, გიტყდება ლაპარაკის დაწყება და მაგიტო ხო? ვაფშე არ მიტყდება გისვენ და ბევრ შენ ლაპარაკობ და მე მიტყდება კიდე. ნაცნობი ფორმატია ეგ. მიდი ძმა შენ და მე გისვენ. მე ვაფშე არა მაგ სალაპარაკო 28-ს ველოდები 28-ს. ოღონდ არ ჩამეხსნა. თავი უნდა მოგაძრო. არ ჩამეხსნა. თავი უნდა მოგაძრო. არ ჩამეხსნა. თაგერ განახებ თავი უნდა მოგაძრო. აი ეს მომაძრო. სულეგარ ხარ რა უნდა მოგაძრო ბიჭო სულეგარ ხარ თავი დავონომდე. მე ვაფშე არ ვაპირებ არაფერს ლაპარაკს 28-ს ველოდები. არაფერი არ აქვს სათქმელი 28-ს ველოდები. დავით, შენ რამე თუ გაქვს? აი როგორც ესე მალე მორჩი ლაპარაკს, ისე მალე მორჩები. ტარზან, ნუ დააბრუნებ მიკროფონს, მე მაქვს შეკითხვები, უბრალოდ. ეგრე ეგონა ბევრს, მაგრამ უბრალოდ რამდენს?
შენ ეგრე მოგელის. რამდენს? შენ ეგრე მოგელის. ბევრს რამდენს ეგონა მას? რომ ნაადრევად დავამთავრებდი ბრძოლას, მან არ დამიმთავრებია. ანუ აღიარებ რომ ნაადრევად არც ერთი ბრძოლა არ დაგიმთავრებია შენ. შენ ბიჭო როგორ უნდა შემეშინდეს ვაფშე რიგზე დადგომის. ჯერ იმას მეუნები არ ჩამეხსნაო. მე და ვინმეს ჩავეხსენი. უკვე ჩამეხსენი. ძლივს და გითანხმე ბრძოლაზე, უკვე ჩამეხსენი. უარი არც მეთქვია. აი ამას მაქვს კითხვები დაკავშირებით მე თავიდან ჩვენ შევათანხმეთ ბრძოლა შიშველმუშტებზე და მე მომწერე რომ სამწუხაროდ ვერ იჩხუბებდი შიშველმუშტებზე. ამასთან დაკავშირებით თუ შეგიძლია კომენტარის გაკეთება. ზიანს ღებულობ ყველა ჩხუბზე შიშველი რატო დაეთანხმე თავიდანვე რო ჩხუბობდა ჩემ თავს ვავჯობინე რომ კენტუსები თუ იჩხუბოდა ზიანი არ მეიღო ხელი რატო იმ მომენტშივე არ ამჯობინე მაშინ როცა შემოთავაზება ვაფშე არ უსვენ მე თუ რამე კითხვები გაქვს დამისვით ნახე როგორ კანკალებს შეხედეთ ჩემი კაი იმენა კანკალებს ღმერთმა დამიფაროს ბიჭო შენ თავ ვიკანკალო ღმერთმა დამიფაროს ვერ გიფარავს ეს ღმერთი კანკალებს იმენა კანკალებს მერაბ წონასთან მაგ დაკავშირებული კითხვა გარკვეული პრობლემები მითხარით წონის კლებასთან გაქვს ჩააბარებ თუ არა ამჯერად წონას მაგ ყველაფერში აგერ ჩემი ძევი მეხმარებიან გუდიან თინში ვარჯიშობ ჩემი ძევი დამეხმარებიან წონის კლებაში და შევესწრები რომ 80-ზე ნაკლები ჩავაბარო და ამას საწუწუნო არ მივცე და აი თავი მოვაძრო მართლა რა აი თავი უნდა მოვაძრო მიდი ეხა დაიყვირეთ ხდებოდა მაგას აი ბლოგ იქნა მაგარი იქნებოდა ცოტა აი მასე არა როგორც გჩვევია ხოლმე ისე თანასყვირილი მოგვანატრე გეხვიწები არ ჩამე არა ცვეჩი გეუნები რა ფული მჭირდება ცვეჩისთვის ბოლოს და არ ჩამე ჩემი ფული შენ წაიღე ბიჭო ვაფშე არ მინდა გაძლე ვაფშე არ მინდა შენი ფული წაიღე ისედაც მიმოქვს დაახურდავე და ეგრევე მეტი ვერაფერი მოიფიქრე მე გითხარი წინაზეც გითხარი რომ ვაფშე არ ჩხუბობ ფულის გულობ დავახურდაო თუ დავაგორგოლაო გაიგე რა გითხარი დავახურდაო თუ დავაგორგოლაო ფულის გულობიზე ვაფშე არ ჩხუბობ და შენ თუ ეგ ფული გჭირდება და რამეში წაგადგება იასნა წამადგება არის რო წამადგება არის რო წამადგება აცუდა აი შეკითხვები ხო არ გვაქვს მეგობრებო აი შენ და ამას დი მიდიეთ პიტბულს და ასმევინეთ კითხვა რა სად ვარჯიშობ რა თქვი წეღან გუდიან თინში სადა გუდიან თინში თინი არა თიმი გუდიან თინში სახელი შენი გუნდის სახელი მაინც ასწავლე ბიჭო რო გამოდიხარ და 24 საათი მე მაგარი მასწავლებელი ვარ და იმავე ერთი წუთი მე მაგარი მასწავლებელი ვარ და სუთავს რო იქებ სახელი მაინც ასწავლე ჯერ არაფერი განარამე პირადული არაფერი აი იმის გასაგონად ვიძახი რომ მაგის ბრალი არის სახელი რო არიცი თავის გუნდის ასწავლე სახელიც რა სხვა შეკითხვები არის იქნება უეჭველი აი დამირ მუგუსთან მაქვს შეკითხვა ბადურასთან ეხვეწები დამილინკე ეგ მანახევი ნუ ვეძებე იმენა და ვერ ვიპოვე ტარზანას სტორი როედო კუნთებით რამე რომ თან რო ყვირო და რაღაც არ გეშინია სამი ღამე არ ეძინა მაგ კუნთების გულობიზე აგერ დამახიოს მაგის კუნთები სვეჩი ნუ ამას უკომენტარო დავტოვებ მაგრამ ხო მეორე შეკითხვა მაქვს კიდე ისა დაიბენი რა გჭირს რაც ეს იმიჯი შეიცვალე პროგრესი გაქვს დიდი ხო და რას დააკავშირებ ამას შავფერს იმენა გაბნე უნდა მოსავიყო ჰიპნოზი ვარ ჩვეულებრივი ის თვალებში შენ დაგაჰიპნოზებ 28-ში ეს დაგაჰიპნოზებ იმენა დაგაჰიპნოზებ მაგასაც და იმენა ვაფშე მთლიანად დაგაჰიპნოზებ ცოტა მართლა კიდე არის კიდე არის შეკითხვა თვალებში შიშ ტარზან შენსკენ გისმით ლურჯი ტუჩები მაინტერესებს უბრალოდ რატო ყვირი ხარ ხოლმე ენერგიას ვერ ხარჯავ და მინდა რაღაცით ენერგია დავხარჯო ხოლმე და მაგიტო ტარზანაა და მაგიტო ყვირის ხოლმე მაგას მეტი ის რა თქმა უნდა კი არ ქვი მაგის გამო შეარქვეს ტარზანი რო ყვირო და მაგით ხო არ ცდილობ რომ შეაშინო შენი მეტოქე რა უკვე პასუხი გავიცი ენერგიას ვერ ხარჯავ მეთქი და ვცდილობ რომ როგორმე ენერგია დავხარჯო
მეტოქის რატო უნდა შევაშინო ჭაომინი ეს როგორ უნდა შევაშინო არა მაგ ყვირილით ხო არ აშინებ თქო ყვირილით როგორ უნდა შევაშინო ადამიანი იქნებ შეეშინდეს წდომი შეგიძლია ახლა დემონსტრაციულად რომ დაუყვირო ბადურას მაგალითად მიდი რა ძმობას გაფიცე თავს მოგაძრობ მე თავს მოგ თუ გონია რომ შენი შემეშინდება ზანც ბიჭო არა ჯანებზე არის ვეჭი მარა აგერ დამახია შენი ჯანები 28-ში მაგას განახებ თავი უნდა მოგაძრო ბიჭო გაიგე თავს მოგაძრო აქ თუ იჩხუბებთ იცოდე ეხლა რო 28 კაი მაშინ 28-ში გაფეთე და კითხვა სხვისგან ხსმენია ხო სხვისგან ხსმენია ხო მიდი რის ტრაგი აქვს მაფეთე უნდა აი მიდი მაფეთე სვეჩქე უნდა მიდი ბიჭო 28-ში არ მაჩხუბებდი მიდი გაჩხუბებენ მიდი მაფეთე ამათი გაშველება მაგრამ ბეზარება და მიდი რა მისტრაგი თუ გაქვს მიდი ეხა რა გონია მიდი აყვები რა გონია თუ არ ამყვები ისეთ რაღაცეებს ნუ იწებ რომ აყოლა მოგიწიოს კაიგე არ აყვები ბიჭო რა წინა ისილაპარაკი არ აყვები ბიჭი ხარ და პირი გიყარს ჩემი კარგი მოხარ პირი გიყარს იმენა პირი გიყარს წადი გამოიხეხე უნდა მოსავიყო გამოიხეხე მე სასმლის უნად მაინც ყავ არაკის უნი ამოგდის ერთი წელი ალბათ კბილები არ გაგიხჭია მაგის უნად ყარხარ ბიჭო რომელი ჯობია კაი რომელი ჯობია არაკის უნი ჯობია ხო არაკის უნი ჯობია კი ნამდვილად კაი გვეყოფა მოდი ახლა სუნებზე საუბარი არ შეგვფერის ილაპარაკოს რაც უნდა ვაფშე პრობლემა არა თუ აღარ დაგვრჩა უნდა მოსავიყო ყბაში მოგარტყავ ერთს ამხელა კუნთები ხო გაქვს ამხელა ხო ხარ და ამხელაც არ ხარ მე შენზე დიდი ვარ მაგრამ ერთს მოგარტყავ და უგონოდ დაეცემი ძირს ვეჭი მაგას 28-ში ნახავ ძალიან კარგად იცი 28-ში ნახავ თუ ინდა იცი ტექნიკა გაქვს 0 დაგჩეხავ ბიჭო იმენა დაგჩეხავ თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ გეუბნები თავიდან ბოლომდე დაგჩეხავ მეთქი გეუნა აგერ ნახო დაჩეხვარო დაველოდო 28-ში დაჩეხვარო ბიჭო 28-ში დაგჩეხავ გეუნო და შიშველ მუშტებზე დათანხმდებოდი ბრძოლას იმიტომ რომ მხოლოდ შიშველ მუშტებზე იჩეხებიან ადამიანები აქ რინგზე და არა ხელდათმანებით მაგრამ მე დაგაძინებ ხელდათმანით ვერ დამჩეხავ კეთილს აი ვერ დამჩეხ კარგი მოიცადეთ ორი წამი ნახოთ ორი წამი თუ ძალიან დაგვიანდა ისე და ჩვენ თქვათ ვისაუბრეთ ნახოთ მე პრეს კონფერენცია ბიჭებო წეგან აღნიშნა მერაბიაშვილმა რომ გუდიან თიმში ვარჯიშობს გუდიანის გუნდი ანუ ჩემ გუნდში გამოიხეთ სვეჩი გეუნა სულ ერთი კვირა არის ჩემი გუნდის კარები ყველა მებრძოლისთვის ღია თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ მერაბს მე ვამზადებ ბოლომდე ანუ ვერ მიყვები ფიზიკურად რადგან ერთი კვირის მომზადებული ვერ ჩემგან ერთი კვირის მომზადებული ვერ ისწავლის თუმცა მერაბს ნამდვილად დიდი მკლავები აქვს ძალიან ძლიერი დარტყმები აქვს და არაფერია გამორიცხული რომ მოხდეს რინგზე ის რაც გააოცებს ყველას ალბათ. წარმატებები ორივეს კაი ბრძოლას ველოდებით თქვენგან. მერაბის მხრიდან რომ ვერავინ ვერ გაუწდება, ეგ ვიცი. კეთილი. შეკითხვები თუ ამოილია, დავით დააბრუნე მიკროფონი გთხოვ. ამოილია? ხო. და პირისპირ. დავით, the stoner ბადურაშვილი, მერაბ, ტარზანა, იაშვილი. გრეპლინგი დავით ხვალ გაქვს, დღეს ნუჭიდაო, კარგი. კეთილი. კეთილი. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები მებრძოლებს. შემდეგი ბრძოლა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. აირონ ლაშა როინიშვილი შეხვდება თამას ბულდოზერ ზადიშვილს. გამარჯობათ, მოგესალმებით. მეგობრებო, სამწუხაროდ ლაშა ოჯახური პრობლემების გამო დღეს კონფერენციაზე ვერ არის. თუმცა ბულდოზერი აგერაა და თამას მე მინდა კითხო, როგორ ხოძე ხარ, რა ფორმაში ხარ? დიდი ხანია შენი ბრძოლა არ გვინახია და
რა მზადყოფნაში ხარ ამ ბრძოლისთვის, ვინაიდან ეს ბრძოლა როგორც მოგეხსენება, წინა საჩემპიონო სტატუსს ატარებს. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, მებრძოლებო გულშემატკივრებს, ყველას მოგესალმებით. ესენი ან გაჩერდნენ, ან რავი, მე გავალ მაშინ რავი. ცემე ორივე. თუ რამის გამკეთებლები ხართ, აქაც გააკეთებდით და მანამდე. ან გაჩუმდით ორივენი, ან კიდე რავი, მე დავტოვებ მაშინ აქაურობა. ბიჭო, ეს მის შენ რას გეუნები? არ ვიცი, მე არ მინდა ამის ხულება, მოურჩე. რავი, არ მინდა რომ რაღაცა ისეთი სიტყვებით თუ რამის გაკეთება შეგიძლია მიდი და გააკეთე, თუ არ და გაჩუმდი და გვაცალე ლაპარაკე. მე არ მინდა დაწყნარება. ხო და რავი, გაჩერდით რა მაშინ. ხო, ნუ მოკლედ გამიმეორე ბოდიში. გამარჯობა. ხო, რავი, ვემზადებოდი გუდიანის გუნდში, ტიმს აღარ ვიტყვი თუ როგორც არის. გუდიანთან ვემზადებოდი, ნუ თავს ნორმალურად ვგრძნობ. წინა შეჯიბრთან განსხვავებით, ეხა კარდიოს მოუმატე. და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა ჩემსა და აირონას შორის არ იქნება 3 რაუნდი და ნოკაუტით დამთავრდება. ნუ ჩემს ასარგებლოდ ვფიქრობ. გამოვშვით. ეხლა გამოვალ და ისე ვიტყვი რა. თაზოს მე ბალეშიკობ თავიდანვე, ეხლა ნახეთ არ ვიცოდი ლევანისთან გუდიანი თიმში რომ ემზადებოდა. ეხლა ლევანი უნდა გამოსულიყო აქ დამდგარიყო. აი რახან მე ამას ესე ვამზადებ და აი მაგარი არის ეს ბიჭი და ნოკაუტს ვიხილავთ და არ უნდა ძმა, ვიცით მაგარი ბიჭი არის, უშენოდაც ბევრად მაგარი არის, ვიდრე შენიანად. წარმატებას გისურვებ ძმაო, პროსტა მაინტერესებს თუ კარგად მოემზადე, აი რამდენი ხანი ქონდა დრო, იმიტომ რომ ვიცი ლაშა სულ ემზადება, ეხლა გასაგებია რომ რაღაც პრობლემები ქონდა. რაღაც პულსებთან დაკავშირებით ისაუბრა წინას და მაგაზე თუ შეგიძლია რამე რომ მითხრა და თან შენ მომზადებაზე მითხარი, რამდენი ხანი მოემზადე, იმიტომ რომ მაინტერესებს ახლა. კი ვიცი რომ აჯობებ, ნუ რეალური ესაა ჩემი შეფასება, მაგრამ მაინტერესებს თუ ხარ იმდენად მომზადებული, რომ 3 რაუნდი ისე იბრძოლო, რომ არ დაიღალო. ხო, რა ვიცი, კარგად მომემზადე რა. ანუ 3 რაუნდი რომც გაგრძელდეს ეს ბრძოლა, ვფიქრობ, რომ ძალიან არ გამიჭირდება ყოველ შემთხვევაში რა ეს ბრძოლა და რა ვიცი, სისხლთან დაკავშირებით და რაღაცები არ ვიცი, მაგის ვიდეო არ ვიცი. ხო, ანუ იძახდა, რომ ვიდეოში იძახის რა, რომ რაღაც პულსთან დაკავშირებით ქონა, მაღალ პულსზე ვეღარ აგრძელებდა რა, რაღაც ემართებოდა. ნუ ეხლა ზუსტად არ ვიცი რაღაც მედიცინის ენაზე თქვა და მე მედიცინის არ გამეგება, მაგრამ ნუ დაახლოებით ესეთი რაღაც თქვა, რომ მაღალ პულსზე უკვე უჭირდა მერე რა, პრობლემა ქონდა რაღაც ბრძოლის, ნუ ალბათ შეცვლიდა ეხლა რა. ხო, არა, თქვა რომ სხვანაირად დავიწყეო მომზადებაო და ეხლა ბევრად ხოძზე ვარო რა და ეგ მაინტერესებდა შენ რამდენად ხოძზე იყავი რა, თორე კი ვიცი ახლა შენი შესაძლებლობები დიდი ხანია გადევნებ თვალს. დაახლოებით, ანუ ამ ბრძოლისთვის დიდი დრო მქონდა რა, მოსამზადებლად უბრალოდ მე არ მქონდა მაგის შესაძლებლობა რომ მომზადებულიყავი, ანუ მე პირადად რა, ზორად ვამბობ. დაახლოებით 1 თვეა რა, რაც ვემზადები ამ ბრძოლისთვის რა. და მგონი რომ კარგად ვარ რა, კარგად გრძნობ თავს და მგონია რომ დავამთავრებ მეორე რაუნდში რა. წარმატებები ძმა. მადლობა. ეხლა შენ აღარ გამოხვიდე, აღარ გინდა, მე ვთქვი უკვე წეღა. აგერ კითხვებია კიდე. თამაზასთან მაქვს კითხვა. გისმენთ. სხვავისთან უნდა გქონდა. მოგესალმებით ვებხო და ლომებო. აირონ ლაშამ როგორც თქვა, ისა დათვის ჩაგიდო რაღაც იმაში სურათით და დათვიაო და რას უპასუხებ აქედან დათვი ხარ თუ ვინა ხარ? ეს გრიზლის სახელმძღვანელოდან არის, რამდენადაც ვიცი და მანდედან გადაიღო რაღაცეების სადა. არა, უბრალოდ თაზო ვარ ზადიშვილი, ჩვეულებრივი ადამიანი, არ ვარ მე ჯაჭვი. ჩვეულებრივი ბულდოზერი. რა ვიცი, ეს თავისი ფანტაზიის წყაროა, რაღაცეები, ვიდეოები კი ვნახე. ნუ ამის შესახებ ადრეს მქონდა ნალაპარაკები მასთან რომ არ გაეკეთებინა, მაგრამ მაინც გააკეთა და ეხა რა ვიცი, ცოტა რაღაც პრობლემები აქვს მაგას. ცოტა გავწდი ხა.
ამის შემდეგ თუ გაიმარჯვე საჩემპიონო ბრძოლა გელის ჩემი ვარაუდით გრიზლისთან და რამდენად ხარ მზად გრიზლის რო დაუშვა კი ვიჩხუბებ გრიზლისთანაც ვიჩხუბებ და თუ სხვა ვინმე გამოჩნდება ორგანიზაცია ვინც სხვას შემომთავაზებს არ იქნება პრობლემა ჩემთვის რა ხო არა იცი რატო გეკითხები იცი ზოგადად გრიზლის აქვს მაგარი სტრატეგია არჩეული, როდესაც ვინმესთან უნდა იჩხუბოს, საჩუქრებით ამარაგებს, მეგობრდება რაღაცა და ბოლოს რო ჩხუბის რო ალბათ ნელა რო დაარტყან თუ არატკინონ. ხო და შენ რამდენად ხარ ამ მახისთვის მზად? მახეში გაებმები თუ მაინც დაუშვებ ბულდოზერივით? არ გავებმევი ამ მახეში და გავიმეტებ ბოლომდე რა. როგორც აქამდე ვჩხუბობდი, ისე გავიმეტებ რა. თუ მივედი რა, მაინც. ანუ საჩუქრები არ იმოქმედებს შენ? არა, ხაზი არ აქვს. კარგი, იმედი მაქვს. საჩუქრებს მიიღებ მაინც? ნუ რა, მივიღებ კი. საჩუქარია და მივიღებ. წარმატებები. მადლობა. არის კიდე კითხვები? აღარ არის კითხვები, თაზო შენ ვიცი რომ იტანჯები საუბრისას. და გადაეცი მიკროფონი ლევანის და კამერების წინ წაიფლექსავე. თაზო! ბულდოზერ! სადიშვილი მეგობრებო! ამას 3 წელია ველოდებოდით. მაშასე ლევან, გუდიანი, ციკლაური, ლუკა, პიტბულ, კახიშვილი მეგობრებო. მოგესალმებით ყველას ხალხო. აბა, ჰა მეორიც. გისწორდება ვიცი ლაპარაკი. წეღან იმდენი ლაპარაკა ერთი წამი. რა არ გაცადე, ძმა? რა არ გაცადე? თუ გამაევსიზე, გამაევსი წერტილი ტივიზე ნახე. აი, დაიცე. მოიცა. თელი 3 საათი ლაპარაკა დაგვაძინა ყველა ვაფშე. გიგას ცალკე ეძინა იქით. მე ეს თავი მქონა ჩამოდებული და არ გაჩერდა, ტიპი არ გაჩერდა იმენა. ეხლაც აგი დაკოქილი არის, ძმა. აჰა მეორე მიკროფონი, მე წაუძინე. მეორე მიკროფონი. და რომ პასუხი უნდა დაგიბრუნო. პასუხი, კაი. წერან ძალიან ისე შეეხეთ რა რომ მე აღვნიშნე გამოვედი და ვთქვი რომ მე მაქვს ჩემი გუნდი გუდიანის გუნდი გავიგეთ ძმა გავიგეთ გამოხედ და დაიწყე რომ ეხლა შენი გამოსვლა არ ჭირდება გავიგეთ ძმა გავიგეთ თაზოსთან მეგობრო ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრე იმას ვინ გეუბნება არის მეგობრე ჩემთან და ვარჯიშობს ვავარჯიშობ და არა მარტო თაზოს როგორც მე რავს ასევე სხვებიც მაგრამ ნიკაზე იმიტომ აღვნიშნე რომ ნიკა გავზარდე უკვე 2 წელია ვავარჯიშებ და სხვები ამდენი ხანი ვარჯიშობენ ბიჭო გავიგეთ გავიგეთ გულში გეტკინასავით თვითონ და ახლა სპორტიდან რომ გაფრინდები, სპორტიდან რომ მადლობელი ვიქნები, თუ კი კარგად მოამზადებ ვინმეს და გამოვლენ და კაი ბრძოლას დაგდა. სპორტიდან რომ გაფრინდები. მე მარტო მომზადებაზე გადავიდე, ხო? აი, ხალხო, ლევან ციკლაური, ბუგვისა, გუდიანი თიმი აქვს, თუ რა ქვია, ბაბაიაგა თიმი თუ რაღაცა, მიდით და ივარჯიშეთ, მეტი საქმე მაინც არ ექნება არაფერი, ან მაქსიმუმ სახიობი გამოვიდეს და ერთ საჩუქარი მაქვს შენთვის, ბარემ ბებერი კაცის როლს კარგად თამაშობ. იმიტომ რომ არა ისედაც წეღან ხურდებოდა უკვე არა და 28-ში არის ბრძოლები ხო და ცოტა დიდი ხანი მოუნდება მაგარი და დაბერებული არის და ცოტა სახსრები რომ გაამოძრავ აი შენ საჩუქარი კაი როლისთვის აი ეს ოსკარი გადაგეცემა შენ და კამარს წავიღებ მე გამომართვა მადლობა ოსკარი დიდობაში მოიხმარე ეგ არის შენი ჯილდო ისე ვისაც არ გინახავთ შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს გვერდზე მიდევს მაგარი ვიდეოა რაშიც პიტმა გადმოცა ოსკარს ამას კამარას მე წავიღებ ძალიან დაბერებული ხარ სინამდვილეში და მე მეგონა რომ თამაშობდი თურმე სინამდვილეში ეგეთი არის ბიჭო ბევრის არ ქანიცახნავენ შენ ეტყობა არ გაგიგია რინგზე რო ამოხვალ მიწასავით გაგასწორებ ერთი გაიღრიჭე ძმურად რა და შენ ხელი დამირტყი ეგრევე რომ დაგნებდი ლევან აღარ შემიძლიაო ნელა ქენი ნელა აი მოდი შენს მომზადებაზე გითხარი ცოტა კიდე აქედანაც გავაცნოთ ხალხს რომ შენ ემზადები ჩემთვის რომ დაიწყე მომზადება
შენთვის კი არა ბიჭო მე საერთოდ დავიწყე მომზადება და შენც მე მაცადე ახლა ხო დამიშვი კითხვა ხო და ენას კბილი დააჭირე არა ენას კბილი დააჭირე ორი წამ პასუხს გაგცე მე მეორე კითხვა აი კიდე ნახე აი არასვენ ენა არა მწარე ვარ თუ ისა ვარ მჟავე ვარ დამასრულებინე ძმა ვემზადები ხალხო ერთი თვია ვემზადები უკვე ახალციხეში ვარ გადაბარგებული ჩემ მშობლიურ მხარეში, ასე ვთქვათ, გელაკახიშვილთან ვემზადები, სპარტა ფაით კლუბში. ძალიან მაგარ მომზადებას გავდივარ, ესე ცხოვრებაში არ მომზადებულ ვარ და ამდენი არასდროს არ მივარჯიშია. უკვე შემეტყო, ბევრი რამე ვისწავლე, ბევრი ახალი რაღაც ელოდება ლევანის და თქვენს ჩემო გულშემატკივრებო და არა მხოლოდ. ძალიან ბევრი სიახლე გელოდებათ. ლევანის კბილები გელოდებათ ძირს. დაკეცილი ბაბაია გაგელოდებათ. და გელოდებათ რუსთაველებს რუსთავში ჩემი ქამარი ხელმეორედ უნდა დავიბრუნო რა თქმა უნდა და ამაში დამეხმარება 28-ში ლევანი სამწუხაროდ ნუ სამწუხაროდ შენ ვიცი ის ეხლა დგარ მე ვემზადები გუდიანი თიმში მეხმარებიან ბიჭები ჩემაგირო და ჩემ კი მაინც გამოგდის კარგად არა ვიცი უკვე რაც უნდა თქვა საიდან კითხვა არ დაგისვავს და რა ვიცი მე არ გეუბნ რა თუ უნდა კითხვას და რო კითხო ხო ვიცი არა ყველაზე ეგ თქვი და შენ თავზე რამე სხვა სიტყვი სხვაგან ხო არ მოემზადები ხო კარგია მიხარია რომ ემზადები ძალიან კმაყოფილი ვარ ამით რადგან შენ ჩამოყალიბდი სპორტსმენად მე ბედნიერი ვარ ამით რადგან რინგზე მეყოლება ღირსეული ოპონენტი აი 28-ში კმაყოფილს ნამდვილად არ გაგიშვებ აქედან დამიჯერე კმაყოფილი ვიქნები რინგზეც იმიტომ რომ მე ერთი წამით არ ვაპირებ არც ყურადღების მოდუნებას არც რამე ფინტები რომ გააკეთო და მე გავატარო ესე ვერ გავიგო მოდუნდები და დაიკეცები ძალით ნუ იცინი ხარ, კაი, რა საშინელება არის რა. იმენა საშინელება არის, მაგის მოსვენა. ძალით რო იცინი. ძალით არასდროს არ ვიცინი ვარ. ხუკუნე ფუშნოთ, კაი. შენ ვერ დავკეცავ. დაკეცავ. და სამწუხაროდ არც რუსთავი ვერ იქნება შენი გეშინია, ნუ გეშინია. თავარი არ შეგეშინდეს, ნუ გეშინია. შენ თუ თვლი რომ მე შემაშინებ როდესმე გამოჩდება რინგზე ვის შეეშინდება. დანარჩენად იმხელა ისტორია გვაქვს და იმდენი საუბარი გვაქვს მე და შენ რომ მე მგონი საკმარისი იყო ყველაფერი ჯო რაღა გამოჩენა უნდა აი რაღა გამოჩენა უნდა რინგზე რომ დადგები გამოჩდება აბა რა იქნება მე ვაკ ნოლიანი გაქვს იმიტომ რომ 5 ბრძოლა გაქვს და მე 3-ჯერ მეტი ბრძოლა მაქვს 5 ბრძოლა გაქვს თორე მე იქ სადღაც მაინტერესებს კაცო ბიჭო ერთი ბრძოლა გაქვს შიშველ მუშტებზე ჩატარებული მე 14 რომელზეც მაცადე თქვა და მე თქვი მე 14 გაიგე? შენ იძახი რომ ამ ერთი ბრძოლით გამოცდილება მიიღე, მაგრამ ვერაფერი გამოცდილება ვერ მიიღე. ეს ერთი ბრძოლა რინგზე ვიჩხუბილებს და გაყარევი ხო ერთი ბრძოლა რო იჩხუბე. იქ შენ სად იჩხუბე? ბევრი სკრიჩად შემიკრეინებია და მე მგონი ბევრიც არ მაინტერესებს, ვინ იყო ის უბედური, კაი. დაინახავ ერთ-ერთი უბედური შენ. საქართველოს ჩემპიონატი იყო, წამოგაწვინა ახალგაზრდა ბიჭმა, ბრა. საქართველოს ჩემპიონატი მაქვს 12-ჯერ მოგებული. ვარ სოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი. მე 16 წლიანი სტაჟით ლევან ციკლაური. ხო, რა იძახე დაგანახებ რინგზე რა დღეს ჩაგაგა. მანახე, რო აღარ გაჩერდი. მოვიდე სეცოს და როა, აგერ ვიდგები მეც, აგერ იდგები შენც. აგერ დაკეცილს ნახავთ ამას, მე კიდევ ნახავთ კამრით. მეტი რა გავაკეთო ახლა? ხო არის პროფესიონალი, ბაზარი არ არის, მაგარი არის ძალიან, ვიცი, გასაგები არის, მაგრამ მე ვემზადებოდი მაგისთვის, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე აი ამ რინგზე. გავთიშულ ვარ კიდევაც არაერთხელ, წამიგია კიდევაც არაერთხელ, არამედ 6-ჯერ, მაგრამ მომიგია 9-ჯერ. გესმის? შენ რო ხუთიანით ტრაბახობ. მე საერთოდ ვარჯიშის აზრ როგორ უნდა მევარჯიშა, ეგაც არ ვიცოდი. 6 ერთზე მქონდა. შენ რო ტრაბახობ ხუთიანით, მეც მქონდა ზედიზედ 5 მოგება. გესმის? თან შიშველი ხელებით. ვაფშე არ არის სატრაბახობ რა, იმიტომ რომ მეც მქონდა ეგ, მეც მე გავაკეთე. პირველი მე გავაკეთე რა, გრან-პრი მე მოვიგე. პირველი ამ რინგზე მე ვიდექი. შენ მოხვედი რაღაცა 4 წლის წინა ჩაატარე 5 ბრძოლა. და მე 4 წელიწადში ხო? დავიშვენე რა, შემთხვევით დავიშვენე, ისაც იძულებით დავიშვენე ძმაო, 1 წელი. და 3 წელიწადში ჩავატარეთ 15 ბრძოლა.
ბრძოლა. ხო და შენი ტრაბახით ხო ვერავის ვერ გააკვირვებ რა. იმიტომ რომ მე უკვე შენზე მეტი მაქვს გაკეთებული, გაიგე? ხო და მოდი აქ 28-ში დადექი და მაგ შენი ლაპარაკი გადაიტანე ჭხუბში. რო იქებ თავს და იქებ თავს და იქებ, ხო? მერე დადექი თუ მომიგებ, თუ შეძლებ რომ მომიგო. დადექი და თქვი რომ აუ მაგარი ვარ, მაგრამ ტაშ მაინც არავინ არ დაგიკრავს, იცი რატო? მაცადე და მერე თქვი, მაცადე და მერე თქვი. მერე იქე თავი, მაგრამ ტაშ მაინც არ დავინ დაგიკრავს, იცი რატო? იმიტომ რომ მე ქუჩის მოჭხუბარი ვარ, ქუჩიდან მოვდივარ, გაიგე? მაგრამ მე რო დაგკეცავ აი აქ. მე ყველა დამიკრავს ტაშ, გაიგე? და სპორტსმენი არა, იმიტომ რომ ისა ბაბაია გადავკეცე. კიდე ერთი საჩუქარი მაქვს შენთვის. ბარე. აი, მერე იყოს, ჯერ თუ რამე კითხვები აქვთ და რამე მერე. ლევან თალმახ ესეთი კითხვა. როგორც ვიცით, შენ გამოირჩევი იმით, რომ მებრძოლებს, შენი მომზადებით და იმით, რომ შეგიძლია რომ მებრძოლი დაღალო ღლი. და ამაზე ახდენს თუ არა გავლენას კონფერენცია როდის არის ხოლმე და ასევე გადაღებები. კი, ნამდვილად. კი, ეგ ჩვენ შეგვეტყოს ტავს, იმიტომ რომ, როდესაც ახლობით 10 ნახევრის წინ გამოძინებას კი მოვასწარი თქვენს face to face-ზე. 4 ჯერ გამეღვიძა, მაგასაც ვიტყვი და 4-ვე ჯერ ზუსტად ის მესმოდა ლუკას გარო, კი ახლა ზუსტად ისევ იმას დაიწყებს, რომ გუდიან თიმში ვემზადები, კი ზუსტად იმას დაიწყებს, რომ მე ამ ხელა სტაჟი მაქვს და მაინტერესებს ახლა აი ზუსტად ეს ერთი კვირით ადრე რადგან არის, ლუკა მოახერხებს დარწმუნებული ვარ ამის აღდგენას. და აი შენთვის ეს სტრატეგია არის თუ არა? მორალური წნეხი ეს მართლა იყო. მე დარწმუნებული ვარ. ჩემთვის არანაირი წნეხი არ არის ეს. რა თქმა უნდა, ეხლა ოპონენტზე მე შენთვის რანაირად უნდა იყოს დავხალე. ოპონენტისთვის ეს წნეხი უნდა იყოს, აბა აქ საბრძოლო მე თავიდანვე ბრძოლას ვიწყებ. როგორც ლუკა მიცოდა ხოლმე, უბრალოდ ჩემი ტრეშტოკი ბევრად განსხვავებულია, რადგან მე ყველა სიტყვა მაქვს მოზომილი და ვცდილობ რომ ძალიან ზომებში და ჩარჩოებში. ლევან ალიაბალია ციკლაური, ამას უნდა ერქვას, ბუგიმენი არა ისე. რინგზე რო დავაყენებ ამას, საფრთხობილად ვაქცევ. მეტი რა გავაკეთე. ლევან, აი ზუსტად მიპასუხე. საფრთხობელას ისედაც გავარე, კვილი არა მაგ დარჩენილი. ზუსტად მიპასუხე, რა გთხოვ. შენთვის ეს, რადგან კონფერენცია ერთი კვირით ადრეა. ახდენს თუ არა გავლენას ბრძოლის პერფორმანსზე? კი. რადგან აღდგენილია ყველანი არა, ნახე, მოდი ეს კითხვა რო გაგიშალო და ძალიან იუმორში რო არ გადავზარდოთ. ძალიან კარგი არის რომ ერთი კვირით ადრეა პრესკონფერენცია, რადგან შემდეგ მომზადების პერიოდს კარგად იყენებს ნებისმიერი მებრძოლი, როგორც მე ისევე სხვები და აღარ იქნება აწონების შემდეგ ეგრევე ისევ საღამოს აქ მოსვლა საჭირო. იქიდან გამომდინარე რომ აღდგენას მოახერხებს ორგანიზმი. წინა დღეს რო არის ლაპარაკს ვერ ასწრებს, გაიგე? და ეხლა მთელი კვირა უნდა ილაპარაკოს. მადლობა. არის კიდე კითხვები? აქავა არ. მოვძანდი. გუდიანთან მაქვს კითხვა. შენ ითხოვდი რომ ლუკა მეგრელს დაეზღვია ეს ბრძოლა. რასთან დაკავშირებით იყო ეს? თვლი რომ ლუკა მეგრელი უფრო სუსტია თუ გაურბოდი უბრალოდ იმ ბრძოლას აკა კაკრიაშვილთან? ჯერ ერთი მე გაქცეული არსად არ ყოფილვარ. ყველამ კარგად ნახა, ორჯერ ვიბრძოლი აკა კაკრიაშვილთან და ჩემთვის არაფრის მომცემი არ არის მესამე ბრძოლა. თუმცა ის ღირსეული ოპონენტია, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგო გამიწიოს. აი ლუკა მეგრელს რაც შეეხება, ლუკა მეგრელი გამოჩნდა ძალიან ხმაურიანად, მან მოითხოვა ასე ვთქვათ, მოითხოვა კიდეც და მე ყველასთან მივალ, ძალიან ისეთი განცხადებები ჰქონდა, რაც მომეწონა. ეს ხმაურით შემოსვლა ძალიან კარგი იყო და ჩემთვის ვისთანაც არ გამიზიარებია რინგი, მასთან რინგის გაზიარება უფრო სასიამოვნო იქნება, ვიდრე ადამიანთან, რომელთანაც ორი მოგება მაქვს უკვე. მე მგონი ამომწურავად გაგეცი პასუხი. ანუ ლუკა მეგრელთან უფრო გინდა რომ იჩხუბა ვიდრე კაკრიაშვილთან? რეალურად მე ორგანიზაცია ვისაც შეუმთავაზებს, მასთან ვიბრძოლებ. ასე რომ მე რა მინდა ეს მეორე ხარისხოვანია. მაგრამ ვფიქრობ ლუკა მეგრელი უფრო იმსახურებს იქიდან გამომდინარე რომ მას 2-0-ზე აქვს, 2 გამარჯვება და კაკრიაშვილს აქვს ჩემთვის 1-0-ზე. ანუ 1-0-ზე კი არა, ერთი მოგება აქვს და 2 მარცხი. 2 მარცხი აქვს ჩემთან და 1 მოგება აქვს გოჟჯანოვთან. მეტი ბრძოლა არ ჩაუტარებია მას და ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ლუკა მეგრელმა მოუგო ძალიან მაგარ ბიჭს,
კალანდაძეს, ნიკა კალანდაძეს, რომელთანაც ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ მას შეუძლია მაღალ ტემპში ბრძოლა, მას შეუძლია ძლიერი დარტყმების გაკეთება, ძალიან სასიამოვნო იქნება მასთან რინგის გაზიარება. თუმცა მაინც ორგანიზაციას ველოდები, ვისაც შეუმთავაზებს, მე გავიზიარებ რინგს იმასთან. გამარჯვების შემდეგ. კი ბატონო. შენ იძახი, რომ თუ პიტბულთან წავაგეო, სპორტიდან წავალო. ანუ ამას იძახი იმ დროს, როდესაც პიტბულმა ორჯერ დაამარცხა ასეთი მაგარი მებრძოლი, როგორც არის ზომბი. ანუ რატო რისკავდა, რატო იძახი ესე, რომ თქვათ, წავალ სპორტიდან თუ წავაგეო. იმიტომ რომ ჩემი აზრით შესაძლებელია რომ წააგო. მოდი ამ კითხვას ცოტა ღრმად რო გავშალოთ, კიდე ძალიან დიდი დრო დაჭირდება რა ამ საუბარს. მე თავიდანვე ვთქვი ეს სიტყვები, როცა პიტბული გადმომიხტა რინგზე, რომ თუ მომიგებდა მე მივდიოდი სპორტიდან. და უბრალოდ ჩემი სიტყვები პირიდან ამოდის, მე რასაც ვსაუბრობ, იმას ვაკეთებ ყოველთვის. ასე რომ მე არ გადავდგამ ნაბიჯს უკან პიტბულთან, უბრალოდ არ წავაგებ და თუ წავაგე მივდივარ, კი. ვანებებ სპორტს თავს. ყველამ კარგად იცის, რომ მაქვს დარბაზი, ვავარჯიშებ ბიჭებს და უბრალოდ მივდივარ სპორტთან, აღარ ვიჩხუბებ საერთოდ. რა ვიცი, მეტი რანაირად გაგიშალოთ, ეს არ ვიცი. მოდი, აღარ გინდა ლევან, მოდი. კაროჩე მეორე საჩუქარზე გადავალ უცებ რა. შენ ხო უნდა წახვიდე მე თუ მოგიგებ. სახს თუ არ ამჩუქნი. არა, მოდი, მოიცადე. არ წახვიდე, ჯობია. გაფრინდი, ბრატ. აგერ. აინახე. აგერ ამოიდე და გაფრინდი ძმა. შენ ხო ბაბაია გახარ? დაითრიე? მიდი, ნუ გიტყდება, მიდი ბიჭო და დავაი. დავაი, გაფრინდი. ყოჩა, ჩაგეთვალა. უბრალოდ სასიცილოა და მეტი არაფერი. არ ვიცი ეს ტრეშტოქსად როგორ ჩაგითვალო ეს ჩემთვის მაიმუნობაა და მეტი არაფერი. ღირსი იყავი რომ პედიგრი მომეყარა ან ძვალი დამეგდო შემთხვევით. წაუღვევდი ძაღლებს, მაგრამ არ მანაღლებს. რინგზე პედიგრისაც მოგაყრიან და შეიძლება მიწა მოგაყარონ ისეთ დღეს ჩაგაგდებ. დოჟი გადმოგი, აი გეუბნები. ძალიან დადებითად ვიყავი განწყობილი შენს მიმართ, ო, დამაცადე ახლა რო გესაუბრები. და გამიკვირდა კიდეც მეთქი რა კარგი პიროვნება ყოფილა, რა კარგი მოსიამონა ძალიან შენი ახლოს გაცნობა ამ ჩვენი ბრძოლის ჩანიშვნის პერიოდში. ეხლა გეუბნები რინგზე რომ დაგაყენებ, სადაც დადგები, აი იქვე დარჩები. ეგრევე დამთავრდება შენი ბლა 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 და ლამაზი ღიმილები. ახალ ტატუს კიდე მე დაგახატებ სახეზე. ხუთივე მუშტის ძვალს. აგერ კითხვებია კიდე. აკრიფა, გე? გაუნჯოვა. ისმის. ან გახურებული ვარ. ვიღაცა იძახდა, ჩემზე არ მოქმედებს ეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა. დაგამსგავსე ბაბაია, გა? გალადეც. გამოგივიდა. გამოუშცეცხლები? შენ ნახე 28 ცეცხლები. 28-ში თვალებიდან ნაპერწკლებს რო გაგაყრევიდი. მოგენატრება გამაცრინგი. კიდე კარგა ხანი მოგენატრება, იმიტომ რომ 28-ის მერ ბევრი ხანი ვეღარ შეძლებს შენ. აი ეგ მიზანი შესრულებულია, მარტივად ხალხო, აი ისწავლეთ. ასე უნდა გამოიყვანო კაცი წყობილებიდან. ისე რომ მე გაბრაზდეს, აი ეგ დაიკეცოს და ვერ მომემზადე, ვერ შევაფასე. შენ და საუბედუროდ მე სულ ვემზადები და შენნაირი ალბათ აი ზომბიზე რომ მეუბნებით მაგარიაო. ზომბი მაგარია, რადგან განვითარება იპოვა, მაგრამ ზომბი და პიტი იყვნენ ერთი დონის ალბათ. და დიდი განსხვავება არც ერთს არ ქონია. აი პიტის შემდეგ, ეგრევე პიტის შემდეგ რინგზევე ამოიშვით ზომბი, ეგრევე იმასაც გავუშვებ დასვენები. ბიჭო, შენ რო იმუქრები, ლევან, აი შენ რო იმუქრები დაგაძინებ. აქ ისეთი დამიძინია. რომ ერთი ორი დაგაგებოდი ფეხზე, გაიგე? არა, როგორ უნდა შეიძლება დამაძინო, მაგრამ რომ მაშინებ მაგითი ნამიკანკალდეს ფეხები. ფეხებზე მკიდია, ბრატ. აი ეგ შენი ალია, ბალია, მაგრა ფეხებზე მკიდია ძმა. კი არ შეურაცხყოფას, კი არ იცი რომ დიდი პატივისცემა მაქვს შენს მიმართ რა. მაგრამ აი მაგრად არ მაინტერესებს აი ეგ შენი ალია, ბალია და შენი ლაპარაკი და შენი ალია ქოთი, გაიგე? აი იმ ცოცხლს მოვაჯდები 28-ში და ჰაიდა აქედან. ნუ სამწუხაროდ შენ ცოცხლს ვეღარ სასტრაფოს მოაჯდები და ჰაიდა. არა პრობლემა ბიჭო, მოჩხუბარი ვარ, თქვენ ვერ გაიგეთ. ეს მოჩხუბარი ვარ, ბიჭო. მოჩხუბა არა, მაგას რო ისე მეუბნები თითქოს აგდებულად. მოჩხუბარი ვარ, რო წამიყვანო სასტრაფოთი, არ არის, არაერთხელ წაუყვანი ვარ მე რა. არ არის პრობლემა, მაგით ვერ შემაშინებ ძმა, მაგით ვერ შემაშინებს. ვერ ჩენი დაკაჩული თვალებით ვერ შემაშინებ.
ვერც ერთი ვერც შენი პარით ვერ შემაშინებ, აი ხა რო უშვებ თვალებიდან აპერსკლებს რო ყრი და აი ვერც შენი მაგ გაღრეჭვით ვერ შემაშინებ. რინგზე რო ყველაფრის შეგეშინე, ჩემს სახეს რო დაინახავ შეგეშინე. აჰა, რინგი არ და ვდგავარ. საბრძოლველად როცა მზად იქნები 28-ს გულისხმობ. მზად ვარ, ეხლაც მზად ვარ და როცა გინდა, რა ვიცი. და მე კიდე როცა ხوار გინდა, სულ ეგრე არის ბიჭო. ხوار გინდა, მე მოდი მეთქვი და იმალაპარაკე და მე გეჩხუბები. კაი ბიჭო, ეს შენი ლაპარაკი აი ხარი ამოსული და დაგიმთავრებ მაგ ლაპარაკს 28-ში მე შენ. აი აქ დავამთავრებ შენ ლაპარაკს. მე-4 წელია ხომე ვიყავი ლაპარაკში ცნობილი. ხომე ვიყავი ლაპარაკში ცნობილი ყოველთვის, მაგრამ ამან ეს რაც მე და ამან უნდა ვიჩხუბოთ, იმენა გადამიჯოკრა, იმენა ყელში ამომადინა თუ რამე მილაპარაკია. ხო და აი მაგ ლაპარაკს 28-ში აბირკოს რომ ამოგარტყავ და ენას რომ მოგაწეწკავ კბილებში და თუ რო დაგაწყებინებ მართლა ბებერი კაცივით. აბა აბირკოს როგორი იტყობა? საიდან მოდის? ზევიდან ჩამოდის ხო ქვემოთ? აი იქიდან აი. აგერ შეკითხვა აქვს საბას. მოკლედ რაღაც ინიციატივა მაქვს, რომელიც აქამდე უკვე იყო გაჟერებული გამას რინგზე, როცა ლუკა ბენო ადამიანს ხვდებოდა, ესეთი, ასე ვთქვათ, წინადადება იყო, რომ თუ ლუკა მოიგებდა, ბენოს უნდა დაეყენებინა პროფილის სურათზე ლუკას სურათი და თუ ბენო მოიგებდა პირიქით. რახან ორივე მებრძოლი დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში, ჩემი აზრით, სუდი ჯესტი არ იქნებოდა გამას მაყურებლებისთვის, რომ ბარემ რახან ამდენი ხანი ვეულოდოთ, ბარემ ამისთვისაც დავეულდებოდით და რას ფიქრობთ მაინტერესებს. მე მეკითხები? ხო, ორივე მებრძოლს ან რას ფიქრობთ ამ ინიციატივას? ბატონო, მე თანახმა ვარ. მე даже ისეთი წინადადებით შემოვალ, თუ ეგეთი რაღაც მოხდა მთელი გუდიანის გუნდს, ჩემი გუნდი, ყველა წარმომადგენელი დააყენებს პიტის სურათს. და გავაპია მთელი ერთი კვირა იქნება ეს სურათი მთავარზე. ლუკა შენ? ლუკა შენ? მე ჩემი სურათი მირჩევნია. მართლა გამიზადნა ნახე განამეპაზარებს ერთი წამი განამეპაზარებს პირდაპირ ბიჭო ერთი წამი მეთქი ეხა ვერ გავიგე ხო თქვი შენი სათქმელი რა იყო აჰა და ილაპარაკ ერთი წამი თუ ლაპარაკს დავიწყებ და იმენა არ ვერ ჩუმდება რა ორ მოკეტე ოდნავ ეგ პირი ცოტა ხანიტო რა იყო კორექტულად გავუწიე კორექტულობა იმაშიც გამოიხატება რომ შენ მე ლაპარაკი დამასრულებდი გაიგე არ მაცდი მე რომ ლაპარაკს ვიწყებ ზუსტად მაშინ ვიწყებ შენს ლაპარაკს და ეგ არ არის კორექტულობა გაიგე შენ კორექტულობაზე რო გაქვს ლაპარაკი ჯერ შენ კორექტულობას მიხედე გაიგე და ლაპარაკი დამასრულებინე გესმის ლაპარაკი დამასრულებინე მე რო ვიწყებ საუბარს ბიჭო დამასრული აი 28-ში თუ რამის თავი გაიგე და წინასწარ შენ ლაპარაკებს თავი გაანებე, გაიგე? გაიგე? ხო და ლაპარაკი დამასრულებინე. მეც რო გეუბნები, გაითვალისწინე. პირველი შემთხვევა არ არის. პირველი შემთხვევა არ არის. პირველი შემთხვევა არ არის, რომ გითხარი 1000 ჯერ გითხარი. პატივს გცემ მეთქი როგორც ადამიანი და როგორც ანალოგიურად პატივს გცემ. მაგრამ პატივისცემა მაგაში არ გამოიხატება. მე რო ლაპარაკს ვიწყებ, ზუსტად მაშინ იწყებ შენს ლაპარაკს. დამასრულებინე და მეც გასრულებინე. ხო გალაპარაკებ. ხო და კაცი რო კითხულობს რაღაცას, პასუხის გაცემას ვიწყებ და მაგ დროს იწყებ შენს ლაპარაკს. და არ არის ეგ სწორი ფორმა, გესმის? მომისმინე ეხლა არ უნდა. ვერ გაიგე რა გითხარი? მე ძალიან კარგად გავიგე, მაგრამ შენ ფაქტობრივად ისე თქვი, რომ დაამთავრე შენი საუბარი. მე ჩემი სურათი მირჩევნიაო. პირდაპირ თქვი, რომ მე ჩემი სურათი მირჩევნიაო. და მეც გავიხუმრე, რომ არ მაპიარებ. რა გეწინა რა მეტი რა გაგაპიარო, გავაცანი საქართველოს შენი თავი. მეტი რა გაგაპიარო, ძმაო. 16 წელია სპორტში ხარ, ბრატ, და შენი საძმაკაცოს მეტი არავინ არ გიცნობს, ძმა. მე გავაცანი და სპორტსმენები ხო, მაგრამ დანარჩენი ხალხი ხო ყველა დანარჩენი ხალხი სპორტსმენი არ არის და სპორტს არ უყურებს. კიდე ხედავ ლაპარაკობ და ისევ შენ აგრძელებ ლაპარაკს და მე აღარ ვაპირებ ლაპარაკის გაგრძელებას, იმიტომ რომ არ მინდა ხალხში რამე ისეთი გამოვიწვიო რა, აგრესია და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ ეს ჩვენი საუბარი არ მივა კაი ამბამდე. იმიტომ რომ არ მაცდის საუბარს და აგერ თქვენ მიკროფონი და უპირისპირდებ მე ამბიც და 28-ში აი მაგის გულისთვის აი აქ დავკეცავ და გაუშვებ სახში. არა ლუკა ორი წამი რო აიღო შეგიძლია? ანუ რატო არ იღებ ამ გამოწვევას ეგ მაინტერესებს ან რო აგვიხსნა? ჯო არ მინდა რა ვიცი რატო უნდა მეყენოს ლევანის სურათი? განა რამ მეპაზორება ან რაღაც არ ჩემი პირადი სივრცე არის ის და ჩემი მინდა რომ კონდეს რა ვიცი. აი მაშინ რავი შენს არ დაიდო ეს ვალდებულება თუ რახან ორივე არ იღებს და ორივე არ არის ამაზე წამსველი, ჯობია რომ არც ერთმა არ ავიღოთ. მე უბრალოდ გეუბნებით რომ მე არ ვაგებ ბრძოლას. მოვკვდები რინგზე და არ წავაგებ ამ ბრძოლას.
ლევან, ესეთი კითხვა მექნება შენთან. ნუ გვინახია რომ ჩვენს რინგზე და არა მარტო ჩვენს რინგზე სპორტში რევანშები მოსულა. განვიხილოთ ის ფაქტი, რომ ლუკამ მოგიგო. და ანუ არის ამის შანსი შიშულ ხელებზე. მაინტერესებს გექნება თუ არა რევანშის სურვილი. იმიტომ რომ გინდა არ გინდა ყველა სპორტსმენი ვართ, მებრძოლები ვართ და ყველას გვაქვს ეგო. და მეც გამივლია ეს ხსა მით უმეტესო ძალიან რთული ოპონენტი მყავდა. აქედან გამომდინარე შენი აზრი მაინტერესებს. ეხლა სწორი იქნებოდა მე რომ მეთქვა რომ კი. თუმცა როგორც წეგან გითხარით, მე არ წავაგებ ამ ბრძოლას, ასე რომ არ იქნება რევანში. და ისე მოვიგებ ამ ბრძოლას, რომ უბრალოდ მას ბრძოლა აღარ ენდობება კარგა ხანი. ნუ ლუკაზე ვიცით რომ ძალიან ბევრი ბრუტალური ნოკაუტის მერეც დაბრუნებულა და იმ ნოკაუტების მერე ერთ დამთავრებამდე გითხო, ნოკაუტების მერეც ძალიან მაგარი შედეგი დაუდია, ასე რომ კარგი. მაშინ მეორე ფაქტს განვიხილავ რა. მოიგე ლუკასთან და ლუკას ჩაატარა რამდენიმე ბრძოლა, ან თუნდაც ეგრევე რევანში აიღო. და ნუ აიღო რევანში და გამარცხა. რევანშის შემთხვევაშიც იქნება ის წინაპირობა, რომ სპორტიდან მიდიხარ? ნახე, ლუკა საკმაოდ გაიზარდა. პატივცემ მის განვლილ გზას, ის აღარ არის ისეთი სუსტი მეტოქე, რომელიც 3 წლის წინ რინგზე იდგა და ასე ვთქვათ, ხელებს უგზოუკლოდ იქნებდა. არ ქონდა არანაირი გეგმა და არანაირი მომზადებას არ გადიოდა. ასე რომ თვითონაც აღნიშნა წეღან უკვე სპორტსმენებად ჩამოვყალიბდით. ასე რომ კონფერენცი თუ რა ქვია, პოდკასტზე გულისხმობ. იქ საუბრა ეგ. ასე რომ თუ მან მოახერხა და რევანში მეორე ბრძოლა ჩაატარა, რავი, მე კი ძალიან მეეჭვება საამისოდ, მაგრამ არაფერია გამორიცხული. და კაი, პირდაპირ გითხარი მაშინ, რადგან ესე რა ვთქვათ, ემოციებზე ავარდით ორივე გაღიზიანდით ამ სიტუაციაში, რომელ რაუნდში ფიქრობ, რომ ეს ბრძოლა მორჩება? ისევ ლუკას ბრძოლის სტილიდან გამომდინარე იქნება ეგ ყველაფერი. თუმცა მე ემოციებზე არასდროს არ ვარდები. აქ უბრალოდ ამ მისმა საქციელმა და ჟესტმა მეც ცოტა გამაბრაზა ესე რომ ვთქვათ. თუმცა მაინც მისი ბრძოლის სტილიდან გამომდინარე იქნება რომელ რაუნდში დავანოკაუტებ მას. ანუ ეგ ლუკაზე რატო არის დამოკიდებული, იმიტომ რომ გამოცდილი სპორტსმენი ხარ, რინგის უკეთესად გზნობ. მით უმეტეს რომ ამდენი ბრძოლა გაკეთა, რატო ესე რომ ვთქვათ აძლევო ამ როგორ ვთქვა, შანსს არა, ნახე პირველ გზას. მისი ბრძოლის დაწყების სტილიდან გამომდინარე. ხო, მაგრამ ნახე, შენ ხარ სპორტსმენი, რომელსაც გაქვს ამხელა ბაზა და შეგიძლია ბრძოლა წაიყვანო შენ გემოზე. და შენ რომელ რაუნდში ისროვდი, მაშინ ესე კითხავ ბრძოლის დასრულებას. მეოთხეში. პირდაპირ გითხრა მეოთხეში. მინდა ვისიამოვნო ბრძოლით. ან შეიძლება მეხუთეში თუ აიტანა კიდე მაგდენი. კარგი და მაინტერესებს აი პირდაპირი რო იყო ბარემ, რადგან ამხელა ესე რა ვთქვათ, ამბიციური გამოწვევა გააკეთე, რომ თუ მე ლუკასთან დავმარცხი სპორტიდან მივდივარ, კონკრეტულად რომელი დარტყმა გაქვს ლუკასთვის მომზადებული, ისეთი რომელიც მას დაამარცხებს. ბარემ აქვე გაგვიმხილა. კი ბატონო, მარჯვენა აბერკოტი პირდაპირ შემიძლია გითხრა, რავი, მეტი რა გავაკეთო, რას იდეალურად ვამუშავებ, რას ძალიან როგორ ვთქვა, თითქმის არ ვიყენებდი არასდროს. და დღეს უბრალოდ მომწონს ის დარტყმა ძალიან და ლუკა შეეფერება. მადლობა. თუმცა შეიძლება სხვა დარტყმით დავამთავრო. და ეს ყველაფერი იყოს ბლეფი. კი, თავისთავად, ყველაფერი შეგიძლია გამოიყენო. კეთილი, კიდე ხო არ გვაქვს კითხვები? ანუ თუ ლუკა მოიგო, რახან მოგებას გეგმავს, ანუ კიდე არიან ამ წონაში მებრძოლები, კაკრიაშვილის სახით მაგალითად. და ანუ მაინტერესებს ამ სამეულს, ანუ ლევან ციკლაურს, კაკრიაშვილს და ზომბის, ანუ რა თანმიმდევრობით დაალაგებს სირთულის მიხედვით. შენი აზრით რომელი უფრო მაგარია და ანუ ყველაზე ნაკლებად მაგარი და ასე შემდეგ. სულ ერთია ძმა. ვაფშე სულ ერთია კაკრიაშვილი, ლუკა მეგრელი, ეს იქნება რევანშზე, 9-თავიანი დრაკონი, ისე აზრი არ აქვს ძმაო. მე ამ რინგზე იმისთვის ვდგავარ, რა ვისაც ორგანიზაცია შემომთავაზებს და ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება, რომ უარი მე არასდროს არავიზი არ მithქვია და მეთანხმებიან ორგანიზატორები. კი ბატონო, რაც არ უნდა ძლიერი ყოფილიყო, რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო, რაც არ უნდა პროფესიონალი ყოფილიყო. მე აქ იმისთვის ვდგავარ, რომ დაუპირისპირდე ნებისმიერს ჩემ წონით კატეგორიაში. იქნება გამოცდილი თუ გამოუცდელი. ვინც მოვა კამრამდე, იმას დაუპირისპირდები. სულ ერთია ძმაო.
არა მე ანუ უბრალოდ face-off-ზე იმ სიტყვა გამაკვირვა რომ ზომბის ვერ გაუძლევო რა უთხარი მე გრის საფუძველზე უთხარი უბრალოდ არგუმენტი რა მკითხრა იმიტომ რომ ზომბის მე რო უყურებდი შორიდან რა და რო ხედავდი მის ბრძოლებს ქონდა სუსტი ბრძოლები ადრე აი მაგალითად ფოლადასთან იჩხუბა ძალიან სუსტად იჩხუბა ბევრთან იჩხუბა კიდე სუსტად მაგრამ იმის მერე ძალიან გაზრდილია და ძალიან მომატებული აქვს და იმდენად შემტევია და იმდენად ასე რო ვთქვათ პრესინგზეა გადართული და იმდენად არიღლება რომ ძალიან რთული არის მასთან ბრძოლა რა აი მე მეორე ბრძოლა პირველი არა თუმცა მეორე ბრძოლა ძალიან გამიჭირდა თავის პრესინგის ხარჯზე რა და ხელებით ძალიან ცუდი აქვს რა აი ძალიან ცუდად ირტყმევინება ეხლა უკვე რა შეიძლება ადრე არ ვიცი ვერ ირტყმევინებოდა მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან აი საშინელება იყო მაგვიშთან ჩხუბი კი გავიმარჯვე გასაგებია მაგრამ ეს ჩემი მონდომების ხარჯზე იყო თუმცა მე ასე მგონია რომ ლევანი ვერ გაუძლებს ზომბისთან ბრძოლას რა ხო მე ჭიმეპარება რომ ლევანი 10 ზომბისაც ვერ გაუძლებს მაგრამ ბაზარი არა შენი აზრი არის ძმაო და კი ბატონო იყო შენი აზრი ბრატ განაგეწინააღმდეგებიან რამე მაგრამ ეს ჩემი აზრი არის ბრატ მე შენ აზრს პატივს ვცემ მეც ასევე მაგრამ მე ჩემი აზრი გამაჩნია და მაგით ნამდვილად არ შეიცვლება ეხლა რასაც შენ მეუბნები ანუ კიდე წაგებებზე რო ელაპარაკებოდი ანუ შენი რეკორდი რო გითხრა ანუ რამდენი გაქვს 9-6-ე ხო შენი რეკორდი რო გითხრა 9-6-ე კი ხო ანუ წაგებებზე რო ქონდა ლაპარაკი ლევანისთან ანუ დაახლოებით ლევანის აქ 350 ბრძოლა და დაახლოებით 30-40 წაგება თუ რაღაც ეგრე რა მე კრივის რეკორდზე მქონდა ძმა საუბარი ხო ანუ კრივის ზოგადად ბრძოლებზე ლაპარაკობ ეხლა სხვა რამეს ვამბობ და შენი ასე ვთქვათ რეკორდი არის 10-9-6-ე და მოკლედ ანუ პროპორციიდან გამომდინარე ანუ შენ გაქვს დაახლოებით 66% შენი ბრძოლების წაგებული მარტო საქართველოს მასშტაბით ამას აქვს და 20% რა არა სწორად ითვლი ძმა შენაცვალ ხო რას ვითვლი არასწორად ბიჭო მეტი მოგება მაქვს ნაკლები წაგება მაქვს და 60 ჩემზე ნაკლები წაგებაც აქვს მა 4 ბრძოლა არა მომისმინე ხა შენ რას ძახი იცი 6 ბრძოლა მაქვს წაგებული 9 ბრძოლა მაქვს მოგებული შენი ძახი 60%-ზე მეტი გაქო წაგებულიო და აბა ეხა დაფიქრდი 60%-ზე მეტი მაქვს წაგებული კი ძმა 66% გაქვს წაგებული მათემატიკის გაგვეთილებია ჩასატარებელი 66% ქვაჩახიას დაუძახეთ ქვაჩახიას დაუძახეთ სწორია რა სწორია შეიძლება პროცენტების გამოთვლასაც სწავლი ახლა ცოტა უაზრო რაღაცას იძახი ბრძოლების რაოდენობასთან დაკავშირებით და პირად გეტყვი მე რატო სამოყვარულოში ზოგადად არ ითვლება ფიზიკურად ვერ დათვლი რამდენი წლის მანძილზე აქვს შეტარებული და დაახლოებით ლევანის გამო მოსმენია შეიძლება 500 იყოს შეიძლება 600 შეიძლება 100 იყოს ხო არ დაგითვლია და რაღაცა ციფრებზე ლაპარაკობ უაზროდ ხო პირად დათვლი გაქვს სადმე არის ეგ რეიტინგი ხო არსად არ არის საიდან მოგაქვს ეგ ციფრები აი ეს ადამიანის გამო გაგონილი ზმა გაგონილზე ეგრე ბევრ ამის გაგონა შეიძლება და შეიძლება ციფრები და უნდა ელაპარაკო მე ადამიანს და უნდა უთხრა ბრძოლამდე მაქვს ჩატარებული ამბობს მაგას და მაგის საფუძველობას ფიზიკად იკითხვლიდი 10% კი არა 95% ალბათ ეს ბრძოლების არის კიკბოქსინგში ჩატარებული სადაც მაქვს მაღალი რეკორდები სადაც ვარ 12 გზის საქართველოს ჩემპიონი და უბრალოდ შეჯიბზე რო გავდიოდი ხალხს აღარ უნდა დაბრძო აუ ეს ისევ გამოდის აი ლევან ორი წუთი რა კიკბოქსინგ საქართველოს ჯაგრავი რამდენი ფედერაცია კაცმა არის მოდი მაგი დავუწყო ზუსტად ორი ფედერაცია საქართველოში შეჯიბრებებს როგორ ატარებენ მე რო გამოდიოდი ერთი ფედერაცია იყო საერთოდ შეჯიბრებებს რანერად ატარებენ როგორ ატარებენ შენ კარგად იცი 500 კაცზე მეტი მონაწილე იყო რამდენი სოფლიო ჩემპიონი ყავს კიკბოქსინგში საქართველოს რავი კაცმა არის ძალიან ბევრი ხო ეგრე შენ მაგრა დაკლინებ არა ძალიან კარგად იცის ბევრმა სხვა რაღაცაზე პრობლემა არის სოფლიო ჩემპიონატი არ მაინტერესებს და არც მithავს მე მაქვს სხვა რაღაცაზე პრობლემა რა არსად არ ითვლება ხვდები არსად არ არის დათვლილი და არც ითვლიდნენ სამოყვარულო რეიტინგს სამოყვარულოს რეკორდი არ ითვლება კი ხო არაფერი არ ითვლება კიკბოქსინგში პროფესიონალებში თუ შენ 300 ბრძოლაზე მეტი აქვს ჭხოვიზო მალადესო კიდე მაშინ დაბერებული უნდა ვიყო ბევრად ხო მაგას ვაღი მალადესო რინგზე გიხარ და არ ითვლიან არსად და უბრალოდ ციფრებით манипуლირებას რაღაც უაზრო კითხვების დასმას ჯობია რაც არის ფაქტები და კონკრეტიკა მაგას დავსვათ კითხვები არა უაზრო რა არის ვერ მივხვდი ანუ რამდენი ბრძოლაც აქვს ჩატარებული ხო და არ იცი რაოდენობა გაგებულზე ლაპარაკები და გაგებულზე ესე იგი არა გაზუსტებული და მაგის და 300 ბრძოლა აქვს ჩატარებული სადაც ჩატარებული მოდი ესე ტოპოლოგი მაგალითად ეტყო მაგისკენ მოიწოდებს გიორგი სადაც ყველა ბრძოლები პროფესიონალური ბრძოლები აისახეთ მაგალითად 6% არის 66% 9-6 არის 66 უყურე კაი მაშინ მცირე მათემატიკის გაკვეთილი სულ თლიანი პროცენტი უნდა დაითვალო 15-დან ხო
და დაითვალე ახლა სწორად მაშინ. არა, იმიტომ როგორ აზრი იმაში დევს, ანუ აზრი იმაში დევს, რომ ბევრად მეტი მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება. ანუ აზრი იმაში დევს, რომ აზრი იმაში დევს, რომ მეტი პროცენტული ნაწილი არის შენ წაგებული, არა, მეტი პროცენტული, როგორ არა? მეტი, უყურე 15-დან 6. ხო? უნდა გამოითვალოთ. პროცენტულად რამდენია გამოითვალე და 350-დან მე 30 რამდენი არის, ანუ პროცენტულად რომელი უფრო ნაკლები არის? აუ მოიდა ძმურად რა სხვა ხო მოკლედ ანუ იმის თქმა მინდა რომ შენ წაგებაზე ლევანს არ უნდა არა ეგ ის არის რა ქვია ეგ პროცენტულობა არ ბოდიში და არ მაინტერესებს მომერ და ითვალე თუ გინდა და ნახდათ არ ვიცი ხა ზუსტად მაგრამ ვიცი რომ არ არის ეგ სწორი ვარიანტი შენ რასაც იძახი იმის თქმა მინდა რომ შენ ანუ წაგებაზე არ უნდა ელაპარაკოს მაგრამ წაგებაზე არ უნდა მოდი მაგას მე გადავწყვეტ ძმა წაგებაზე ვილაპარაკებ თუ არა მე ჩემას ვამბობ ხო შენი აზრი არ უნდა ილაპარაკო ხო მეუბნები ხო მეუნები არ უნდა ილაპარაკო. ანუ ობიექტური ალბათ ხო და მაგას მე გადავწყვეტ, რას ვილაპარაკებ და რას არა ჩემოძმაო. ობიექტურად არ არის გლამაზი. ბიჭო, ობიექტურად თუ სუბიექტურად მე ვიძახი რომ ჩემს ალაპარაკოს მე გადავწყვეტ ძმა, რას ვილაპარაკებ და რომ წაგებაზე, მოგებაზე, ფრეზე. ხო, უბრალოდ ობიექტურად ვიძახი რომ არ ჩანს ლამაზი, შენ რომ ლევანს წაგებაზე ილაპარაკებ. არ მაინტერესებს ლამაზი ჩანს თუ არ ჩანს რამე ძმა. ბაზარი არა. ნუ გაინტერესებს. კიდე ანუ ამ პარტავნებაზე რო ქონდა ლაპარაკი ძმა, ანუ ყველაზე მე მგონი შენ ლაპარაკობ ძმა, ანუ ლევანის რაცაა გაკეთებული, ანუ ბრძოლის სფეროში, ეხლა რასაც აკეთებს და რასაც გააკეთებს, აი მაგასთან შედარებით ძმა, ანუ მე რამდენიდი აქვს შენ გაკეთებული არ ვიცი ძმა, მაგრამ შენი ამ პარტავნება უფრო ჩანს ვიდრე ლევანის ძმა. და ჩემი აზრით მადლობელი უნდა იყოს ძმა, რომ ესე წარმატებულ მებრძოლებთან ჩხუბობ და მაგაში ბევრ ფულს გიხდიან და რუსთავის სადარბაზოში სადმე სიგარეტის სუნში არ გდიხარ. Trash talks, ბრატ. შენ ამ პარტავნებას თუ არ ქმევ, ეგ შენი პრობლემა არის, გაიგე? Trash talks. Trash talk-ი ბაზარი არის, მაგრამ ფანატიზმში გადადიხრს. მოგიღაცა მართლა დაიჯერებს რომ მოიგებს, და ფულს გადადის. შენ როგორც კიდე ისე იფიქრე, ბრატ. რა ვქნა ახლა, რატო არ ითამაშოთ მეთქი მოუწოდებ ყოველთვის ყველას, მით უმეტეს ბავშვებს და ეხა ვინ ითამაშებს და ვინ წააგებს, საერთოდ არ მაინტერესებს, ბრატ. გასაგები, Trash talk-ი ძმა რეალიზმის ფარგლებში უნდა იყოს. კაც რომელიც არის ბრძოლის მიერ შექმნილი, ეუბნები ბრძოლაში იწვევ და რაღაცა ზღაპრისავით კეთილი დასასრულის მოლოდინი გაქვს, მაგრამ ეგ შენი აზრი არის, ძმა. არა, ძმა, ობიექტური რეალობა ერთქვაში მაგას დაინტერესებს მეთქი მე მაგას გეუბნები რომ შენი აზრი არის მე სხვანაირად ვფიქრობ და როგორც ვფიქრობ ვიძახი როგორც პიროვნებას დამასრულებინე როგორც პიროვნებას როგორც სპორტსმენს და არაერთხელ თქვი უკვე და აგერ დამეთანხმება ლევანიც რომ არაერთხელ და მილიონჯერ თქვი რომ ყველანაირად თავისი გაკეთებული საქმიდან გამომდინარე მე დიდ პატივს ვცემ მაგრამ როცა რინგზე ვდგებით მე ის არის ჩემი მტერი უნდა ვიჩხუბოთ უნდა დავასისხლიანოთ ერთმანეთი და უნდა გავარკვიოთ რომელია ჩხუბში უფრო ძლიერი გესმის ეს trash talk-ი რასაც მე ვაკეთებ ხო იმისთვის არის რომ აი აგერ წეღან ბიჭს ნერვები მოუშალე გაიგე აი მაგისთვის არის всё დასრულებული ბაზარია ეხა დალშე არ მაინტერესებს არ მაინტერესებს რა ყველაფერი არ გაინტერესებს ბიჭო არ მაინტერესებს რამე პრობლემა გაქვს არ მაინტერესებს ბრატ აქ იმიტომ ვდგავა რომ რაღაცა მომივა ძმა ან მოუვა ან არ მოგვივა და ისე ვიჩხუბებთ ჩხუბი არის ხო რატო უნდა მაინტერესებს მე მაინტერესებს ფული ძმა რასაც მიხდიან გაიგე ხო ძალიან ცუდი კი არა ძალიან კაი ძალიან ფული მოდი შენი აზრები შენთვის შეინახე ჩემთან დაკავშირებით რაღაც შენი აზრი და არ გაგიტყდეს მართლა გეუბნები რა ზოგადად ეგ მიკროფონი მან დრო დევს იმიტომ დევს რომ მან გამოდიან კითხვის დასმისთვის ანუ ინიციატორი ადამიანები ხვდები მაკედან ისმევა კითხვები და არ კაჩაობენ მებრძოლებთან რა და არც აი აგრესიულებიან და არც ეიაზებიან მადლობა ბოდიში მე ვიცი რომ ანუ გამოწვევის გაკეთებისთვის ან რაღაცის სათქმელადაც ხო შეიძლება მგონი იყოფილა ეგეთი შენ მოჩხუბარი ხარ კი ძმა მოჩხუბარი ხარ მე რატო არ ჩხუბობ ჯერ არ ვარ ძმა ჯერჯერობით ეხა ფორმაში არ ვარ ისე რომ ეხა დავდგე და ვიჩხუბო ძმა აი რო იქნები მე ვილაპარაკოთ ვილაპარაკოთ ძმა კარგით მეგობრებო იმედი ამ ბრძოლას მოიგებ ძმა იმიტომ რომ ანუ შენზე მაქვს ინტერესი ცოტში ეხა ისე დავიკეთე ზონაში რომ შენაირი ინტერესი აქვს ნახევარ შენაირი ინტერესი აქვს ნახევარ საქართველოს ძმა გაიგე ანუ უბრალოდ შენ უსაფუძვლო გადიდგულებას ვერ ხვდები ძმა ანუ რის საფუძველზე გქონია რომ რა არის საფუძველზე დგახარ აქ და მელაპარაკები 1 საათია რაღაცა ისეც რაც არ მაინტერესებს გაიგე რაც შენი აზრი არის და მე არ მაინტერესებს შენად დაიტოვე მე კაი უკვე მართლა დამღლელია შენი ლაპარაკი მე როგორც ორგანიზატორი მოიგებ ხო მოიგებ თუ გამოწვევა გინდა პიტის 60 კილოგრამში ჩაატარე ბრძოლა მართლა დიდი ხანი არ ჩაგიტარებია და let's do it კარგით აკო ხო არა ბიჭებთან აღარა მაქვს კითხვა დაისვენეთ აბა ჩემი გამოწვევა გინდა ისე მე შენი მაყურებლის კითხვა მაქვს ერთი უბრალოდ გამომჩაც ეხან გოგიაზე და იმაზე რომ
თქვა რატო ჩაეხსნა გოგია? როგორც თვითონ მომახსენა ოჯახური პრობლემების გამო, თუმცა ჯერ ტკიცებულება არ წარუდგენია, როგორიც ვთხოვეთ. გასაგებია და განცხადების გაკეთება მინდა გამას მთავარი მსაჯი უნდა რომ იჩხუბოს და რო თუ გამაში თუ ვინმე არის 80-დან 90 კილოში მოდით რომ ეჩხუბოთ და ჯილდოს დავაწესე პირადად მე თუ გაიმარჯვეთ რა თქმა უნდა ძალიან დიდი თხოვნა იქნება რომ ვინმე მოვიდეს თუნდაც კრივის ფედერაციიდან ან რა მით უმეტეს კრივზე რაღაც TikTok-ში რაღაცები ვნახე და ვინმე მოვუშვით რა მოვიდეს ვინმე გეხვეწებით აგე რა ბადურას უნდა ბადურ მაგრა გაილახებით ბადურ რავი გაჯობებს ჩემი აზრით მე ისეთი მინდა ვინმე კიბორგუბიცა რო იყოს რომ ვეჭველი რომ მოუგოს თვით არის კიბორგუბიცა მოკლედ განცხადება გაკეთებულია და რავი სურველებმა დამიკავშირეთ გამა ტრეინერი ფსონი რა იქნება ფსონი ჰა ფსონი რა იქნება შენ 84 შოგინდოდა ის კამარზე კაი მე დავილაპარაკოთ მაშინ მედაში კაი კეთილი კარგით კითხვები თუ არის კიდე მოდი დავსვათ, ბარე მოვილიოთ თუ არა და დაუპირისპიროთ ეს ვაჟკაცები ერთმანეთს. მოდი პირდაპირ ვიტყვი მეც. მე ბოლო სიტყვის გარეშე არსად არ მიდივარ. პიტმა დაიწყო მომზადება, ის ემზადება ამ ბრძოლისთვის და საერთოდ ბრძოლებისთვის. დაიწყო მზადება. მე კიდე უბრალოდ ამისთვის დავიბადე. წარმატებები გქონდეთ ყველა მებრძოლს. შესანიშნავ. გადავცეთ მიკროფონები. პირისპირ. ლუკა, პიტბულ, კახიშვილი, ლევან, გუდიანი, ციკლაური. კამერებისკენ. აპლოდისმენტები მებრძოლებს! მეგობრებო, ეს იყო ამით ჯერ უბრალოდ ყველაფერი იწყება სულ ერთ კვირაში 28 თებერვალს ჩვენ გველის უსასტიკესი ივენთი ეგამა თეილ თვალი არ დაახამხამო ბიჭო